ანუ შეიძლება Amazon-მა რაღაც ივენტზე დაგპატიჟოს კონტენტ კრეატორი გადაგიხადოს 50,000, უბრალოდ რომ ივენტზე მიხვიდე. თანხის სანაცვლოდ შენ გაქვს არასტაბილურობა. ყურადღების ეკონომიკა ესე ვეძახი მე ხოლმე, რომ როგორ ვუმკლავდებით მომენტს, როცა ჩვენივე ვიდეოები გქრინჯავს. ჩვენი გონების ესე თქვათ პატიმრები ვართ ამ კუთხით. რა გაყვირებს? ცოტა მშვიდად ისაუბრე. თქვენ ხართ უნიკალური მსოფლმხედველობით, მეტყველებით, ვიზუალით, ყოველდღე ვდებდი ვიდეოს. აი, რამდენადაც დებილობა არ უნდა ყოფილიყო, ყველაზე მეტი რამდენი გამოიმუშავა რაღაცა ლომების დარტყმა და რაღაც. ეს ვფიქრობ რაღაც ცალკე სამყარო, აი ხო, ორივე ერთ პლატფორმაზე ხდება. მითხარი რა ხდება მანდ თუ იცი. ეს ორივე ხდება ერთ პლატფორმაზე, TikTok-ზე. მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროექტი ისევ დაბრუნდა და ისევ შევძლებ თქვენთვის мотиваციის და ინსპირაციის მოცემას. დღეს ჩემი სტუმარი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიუთი ბლოგერი საქართველოში, თიკა კურტანიძე. თიკა, წარადგინე შენი თავი, ვინც არ გიცნობს მათთვის. ძალიან რთული დავალება მომეცი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება დღეს. ჩემი თავის წარდგენა არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ალბათ როგორც შენ ახსენე, ყველაზე მარტივად წარსადგენი იქნებოდა რომ ვთქვათ ბიუთი ბლოგერი. იმ ყველაფრის მიღმა, რასაც კიდე ვაკეთებ. ამ პოდკასტის ჩაწერის იდეა გაჩნდა დოჰაში, როცა მე და თიკო საუბრობდით კონტენტ კრეატორობაზე, საუზმეზე და გარშემო ყველას გაუჩნდა კითხვები. შემდეგ ჩავატარეთ გამოკითხვა Instagram-ზე და ტოპ კითხვა იყო ფული. იშოვება თუ არა კონტენტ კრეატორობით ფული. მოდი გვესაუბრე ამაზე. ვიცი რომ მაინც და მაინც არ გვიყვარს პირდაპირ თანხების დასახელება, მაგრამ დაახლოებით რომ იცოდეს მაყურებელმა თანამედროვე სამყაროში კონტენტ კრეატორს რა როლი უკავია, რა შემოსავლები აქვს და არის თუ არა ეს პროფესია ნამდვილი, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ აი ვიდეოებს იღებენ და ამით რა ფული უნდა იშოვონ თუ რაღაცა და აი ამ საზოგადოებას გავაცნოთ ეს პროფესია. პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ეს პროფესია იმ კუთხით ძალიან დაჩაგრულია, რომ არ აღიქმება როგორც ნამდვილი საქმიანობა და ამ პროფესიაში ვინც არის ხშირად მიიღებს, რომ აი ესე უფასოდ რეკლამა გამიკეთე რა არის შენთვის პარტივად ჩაწერ ვიდეოს რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის არცოდნიდან, არცოდო არისო როგორც ამბობენ და არ ესმით თუ რამ ხელაშრომა დევს ამ ერთწამიანი ვიდეოს უკან შეიძლება საათობით და დღეებით მოგიწევდეს შრომის ჩადება. აი, ამაში უცებ გეტყვი, მახსოვს დოჰაში რო ვიყავით, ჩვენ საუზმობდით და შენ და შენი დედიკო იღებდით უამრავ კონტენტს და ამ რო ვუყურებთ, მე ვაუ, ესეთი მარტივიც არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩემ აღქმაშიც იყო, რომ აი აი, ოკეი, რა უნდა. გადაღება ყველაზე კარგი ნაწილი არის, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ რაღაცა უცებ გადაიღებ, გადადებ ტელეფონს, მაგრამ აი ყველაზე რთული ნაწილი მაინც ალბათ უფრო მონტაჟი, განთავსება და ეს ყველაფერი არის. იცი რა, ყველა ინდივიდუალურად და თავისებურად აკეთებს კონტენტს, არიან ისინი, ვისაც შეიძლება მენეჯერი ყავთ, მემონტაჟე ყავთ და ამ კუთხით შეიძლება უფრო იმსუბუქებენ დატვირთვას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ახლა დოჰას ვლოგი დავდე ზუსტად გუშინ და დაახლოებით 5 საათი მოვუნდი ამ ყველაფრის გაკეთებას. 1-2 წუთიანი ვიდეო გამოვიდა ჯამში. ანუ ჯერ გავწერე რაღაც ტექსტი, რომ ანუ უნდა გადამიხედა ამ კადრებისთვის, რაც გადავიღე, შემდგომ რა ხდებოდა და მე როგორ მოვყვეთ ეს ყველაფერი საინტერესო, იმიტომ რომ ამ ვიდეოში შენთვის ფული არავის არ გადაუხდია. არავის არ გადაუხდი ამაში, ეს ჩემი ნებით ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ მე მიყვარს რომ ორგანული კონტენტიც იყოს და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, დასპონსორებული პოსტებიც. ახლა მაინტერესებს როგორ იყოფა ორგანული კონტენტი შენთვის და სპონსორშიპ კონტენტი, ანუ სადაც ფულს გიხდიან, ანუ როგორ ამუშავებ ორივეს ერთად, ერთ პლატფორმაზე ცალ-ცალკე. ან ზოგადად ეს გამომდინარეობს მოთხოვნიდან, ანუ შეიძლება როგორც კონტენტ კრეატორს ერთ თვეში გქონდეს 5 კომპანია, მეორე თვეს საერთოდ ერთი ყავდეს, მესამე თვეს საერთოდ არ ყავდეს და შესაბამისად მე ვფიქრობ, ბევრს კონტენტ კრეატორს ისე შლება, რომ შემდგომ ძალიან ბევრ რეკლამებს დებენ. ამისათვის რომ დააბალანსო აუცილებელია ის ორგანული კონტენტი, რისთვისაც თავდაპირველად მაყურებელს მოეწონე და რის გამოც გამოგიწერა და გიყურებს და არის შენი გულშემატკივარი. ჩემთვის სიმართლე გითხრა, ბევრად უფრო სასიამოვნოა ხოლმე ორგანული
პერსონალური კონტენტის კეთება, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ისეთ თემებზე ვაკეთებ ვიდეოებს და ისეთ თემებზე ვიღებ, რაც მე მაინტერესებს და კიდევ სიმართლე გითხრა, ვერ ვიღებ იმ დოზით, რა დოზითაც მინდა, იმიტომ რომ ბევრი თემა მაინტერესებს საკმაოდ ცხოვრებაში და დაწყებული მედიტაციიდან, დამთავრებული ამ ბიუთით. ბიუთი აღმოჩნდა ის, რაც ყველაზე ესე თქვა ახლოს მოვიდა ეს ნიშა და ყველაზე ხშირად რაც მეორდებოდა, მაგრამ ბიუთის მიღმა მე ვფიქრობ ხანდახან ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა, ბიუთი ეს ყველა სფერო ერთიანდება თითქოს ჩემს პლატფორმაზე და იმის მიღმაც ხანდახან, რაც ეხება მოგზაურობას და ასეთ თემებს. შემოსავლებს რო დაუბრუნდეთ. დაახლოებით მაგ თემას ვერ ავწდები. იმდენი კითხვა იყო ალბათ. ხო, აი დაახლოებით კონტენტ კრეატორი საქართველოში რამდენს გამოიმუშავებს? მინიმალური რენჯი რო ვთქვათ დაახლოებით. იცი რა არის, მე არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ვარ, რომ ამ კითხვას გავცე პასუხი, იმიტომ რომ ზოგადად კონტენტ კრეატორი ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი ეს ადამიანები რას გამოიმუშავებენ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელებთან შედარებით დიდია მაგ სხვაობა, იმიტომ რომ იქ კონტენტ კრეატორები მულტიმილიონერები ხდებიან. ანუ ეხლა მაგალითად შემხვდა, რომ Alex Earl ერთ-ერთი ინფლუენსერი არის, წელიწადში გამოიმუშავა 5 მილიონი. ჩვენ მაგასთანაც რა თქმა უნდა ახლოსაც არ ვიქნებით. ანუ შეიძლება Amazon-მა რაღაც ივენტზე დაგპატიჟოს კონტენტ კრეატორი გადაგიხადოს 50,000, უბრალოდ რომ ივენტზე მიხვიდე. სტატისტიკა იდო, რომ ანუ ამ Alex Earl-ზე ეწერა, რომ $450,000 იღებს სტორიზეო. არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ 24 საათში რო ქრება რაღაც და აი ამ ხელა თანხას იღებ. ყოველ შემთხვევაში თუ სტორიზე არ იღებს, მე მგონია პოსტზე მაინც იღებს მაგდენს და წარმოგიდგენია შენი თავი, რომ სადღაცა მაგდენს იღებ, რომელიღაცა რეალობაში? ჯერჯერობით არა. უნდა წარმოვიდგინე. ბევრ ნულს თუ გამოვაკეთებ, კი და ანუ მაგდენი ნულით ვერა. საქართველოში ქონია ეგეთი შემოთავაზება, რომ რაღაც აი ვაუ თანხა შემოგთავაზეს და გაგიკვირდა, რომ აი კომპანიამ როგორ მოხდა, რომ ამდენი შემომთავაზა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ აქ რო სულ გევაჭრებიან, რომ აი ცოტა დამიკელი თუ რაღაცა და იცი რა არის? ვაუ რეაქცია ძალიან დიდი მასშტაბის არა, მაგრამ კი, სოლიდური შემოთავაზებებიც ყოფილა. ერთი კიდე იმას გამოვარჩევდი, რომ მე უცხოურ ბენდებთანაც მითანამშრომლია და აქ ძალიან კარგი ის არის, რომ კურსის სხვაობა გვაძლევს ხოლმე დიფერენციას. ანუ 3-ზე რო ამრავლებ იმ რიცხვს, კარგი გამოდის მერე, ანუ იმიტომ რომ ხელა კურსი გვაქვს ჩვენ. ხო, მოკლედ ანუ კონტენტ კრეატორობაც არის უფრო ისეთი გამომუშავებადი ამბავი რა და ესე ფიქსირებულ ფასს ვერ იტყვი, ხო? კი, მე ვფიქრობ კიდევ შეიძლება თუ ეს მართლა კარგი თანხა გამოიმუშავო, მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ ამ თანხის სანაცვლოდ შენ გაქვს არასტაბილურობა. შეიძლება დღეს ძალიან კარგი კონტენტ კრეატორი ვარ, საკმაო ანაზღაურება მაქვს, გავიდეს ერთი წელი და არარელევანტური ვიყო. ამ შემთხვევაში მე რა ხდება? ანუ ეს ისეთი ტიპის სპეციალობა და საქმიანობაა, რომ ვფიქრობ, აი მუდმივად უნდა იყო ყურადღების ცენტრში და ეს არის ყურადღების ეკონომიკა, ესე ვეძახი მე ხოლმე, რომ ანუ თუ შენ შეგიძლია ყურადღების მიქცევა, შეგიძლია მის მონეტიზაცია და ფულად ქცევა. თან ჩვენთან ბევრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ მონეტიზაცია არ არის. ანუ იმის გამო, რომ მე უბრალოდ დავდე და ნახვები აქვს ამ ვიდეოს, არავინ არ მიხდის ამაში. ამიტომაც თუ უშუალოდ რეკლამა არ არის, ან სადმე არ გადამიღეს, მე ამაში თანხას არ ვიღებ. რაც უცხოელ პლატფორმასთან და უცხოელ კრეატორებთან დიდი სხვაობა არის. ერთადერთი YouTube-ზე არის, როგორც ვიცი, ad revenue. იცი რა უნდა გითხრა, სტაბილურად არის ესეთი კომპანია, ვინც გეუბნება, რომ ერთი წელი ითანამშრომლეთ ჩემთან და ყოველთვიურად გადაგიხდი ხელფას. აი ეს სისტემა თუ მუშაობს კონტენტ კრეატორობაში. კი, ნამდვილად არის და ეს იყო ყველაზე დიდი ფაქტორი, რის გამოც მე ბოლო სამსახურიდან წამოვედი ამ პერიოდში, იმიტომ რომ გამიჩნდა ესეთი კონტრაქტი და ჩავთვალე საჭიროდ, რომ შემეძლო უკვე სამსახურიდან წამოსვლა. ნამდვილად არის ეს პრაქტიკა, ზოგი ბრენდ ამბასადორსაც ეძახის, მაგრამ უშუალოდ ჩვეულებრივად კონტრაქტი გაქვს, ფიზიკურ პირზე შეგიძლია გააფორმო როგორც ჩვეულებრივი კონტრაქტი, ესე ვთქვათ და მათი ერთ-ერთი დასაქმებული პირი ხარ. თიკა. როგორ ვუმკლავდებით მომენტს, როცა ჩვენივე ვიდეოები გქრინჯავს? იმიტომ რომ დამწყები კონტენტ კრეატორისთვის ეს არის პირველი, რომ აი ვუყურებ, ჩემი ხმა არ მომწონს, ჩემი ვიზუალი არ მომწონს, ვიქრინჯები, დავდებ ვიდეოს, ვშლი. და ეს აი ამ დილემაში ადამიანები ატარებენ ხანდახან წლებსაც. როგორ მივიღოთ ჩვენი თავის კრინჯი ვერსია, რომელიც ჩვენ გგონია, რომ არის კრინჯი უმეტეს შემთხვევაში.
კი, ნამდვილად დაგეთანხმები, რომ it's all in your head, აი მართლა ჩვენს გონებაში არის და ჩვენი გონების ესე ვთქვათ, პატიმრები ვართ ამ კუთხით. სიმართლე გითხრა, მე ისეთ ასაკში დავიწყე ალბათ და ბევრად არ ვიყავ ეს რაღაცებზე დაკვირვებული. დიდად არც მაინტერესებდა ალბათ, მაქედან გავხდინარე. ანუ შენ არ გქრინჯავდა? იცი როგორ რაღაცა იყო? ეხლა რო ვუყურებ კიდე უფრო, ეხლა ვიქრინჭები უფრო, რომ აი რო ვუყურებ ძველ ვიდეოს, ანუ რა გაყვირებს, ცოტა მშვიდად ისაუბრე, ან რატო აი ძალიან გადაჭიმული ან რაღაც. ანუ ეხლა უფრო მივხვდი, რომ რამდენად კიდე უფრო დავიხვეწე, ესე ვთქვათ, დროთა განმავლობაში. ალბათ როგორც ყველა საქმიანობაში, არავინ არ ვიბადებით ეგრევე იდეალური ათლეტიდან დაწყებული. ყველაფერში ვარჯიშობ და უკეთესდები და უკეთესი ხდები და უნდა მიხვდე, რომ ეს არის პროცესი, ეს არის რაღაც გზის ნაწილი და არა საბოლოო ადგილი, სადაც მიდიხარ. გთხოვ მიმართე იმ ახალგაზრდებს, ვინც გიყურებენ, ვინც არიან შენი ფანები, როგორ გადალახონ ეს მომენტი, აი უთხარის პირდაპირ კამერაში ჩავიხედო. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ხშირად არის ხოლმე შემაჩერებელი ფაქტორი, რომ აუ ისედაც იმდენი დებს, იმდენი აკეთებს, რომ აი ჩემი მე აღარ ვიქნები საინტერესოა, მაგრამ არავინ არ არსებობს თქვენაირი, ზუსტად იდენტური, ან თქვენ ხართ უნიკალური მსოფლმხედველობით, მეტყველებით, ვიზუალით და აი ამ ყველა გამოცდილებებით და ზუსტად ეს არის ყველაზე ძლიერი მხარე თქვენი, რომელიც უნდა წარმოაჩინოთ და ასევე უნდა იყოთ, შეეცადოთ, რომ იყოთ ავთენტური და ესე ვთქვათ, ერთგვარი გამოწვევა მოუწყვეთ თქვენ თავს, არ დააკვირდეთ ვიდეოებს დიდი ხნის განმავლობაში, ანუ უბრალოდ გქონეთ გეგმა მე მაგალითად მქონდა ერთი პერიოდი, როდესაც ძალიან მინდოდა კონტენტ კრეატორობა, ძალიან მინდოდა ამ საქმიანობიდან ჰობიც ყოფილიყო და შემოსავალიც, ყოველდღე ვდებდი ვიდეოს. აი, რამდენადაც დებილობა არ უნდა ყოფილიყო, ყოველდღე რაღაცა ერთი ვიდეო უნდა დამეტო, ანუ რო ვიღვიძებდი, всё, დღეს ვდებ რაღაცა ვიდეოს, არ აქვს მნიშვნელობა. გავიდა რაღაც გარკვეული დრო და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი და შედეგი იმ კუთხით, რომ ნახვებსაც ნაკლებად ვაკვირდებოდი ხოლმე, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც კი, როდესაც ესე ვთქვათ ცოტა მიჭირს თქმა, მაგრამ შემდგარი კონტენტ კრეატორი ვარ. რატო გიჭირს და? არ ვიცი, რაღაცა გათავისება ცოტა რთულია კიდე ამ ყველაფრის. ანუ მაინც არის ის, რომ რაღაცებს არ აქვს ნახვა, რაღაცაზე ჰეითი წამოვა, რაღაცა არ მოეწონება ხალხს და ამ ყველაფრის მიმღებლობა. ნამდვილად არ არის მარტივი და ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ ფიქრობ იმდენი პლუსი აქვს და მით უმეტეს თუ ძალიან გინდათ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ რა არის დასაკარგი, ანუ კაი, არ წაიღო, არ ქონა ნახვა, ოკეი. დადე, ხვალ წაიღებს, ანუ ზეგარა, ანუ ზუსტად Alex Earl რატო გადავეკიდე ამ გოგოს არ ვიცი, მაგრამ 2 წლის განმავლობაში შდებდა ვიდეოებს, ისე რომ არ ყავდა ესე მაყურებელი, მაგრამ მე ერთხელ რაღაცა ეს Get Ready With Me გაემზადე ჩემთან ერთად გაუვარდა და ნუ დღეს როგორც გაიგეთ უკვე 5 მილიონს გამოიმუშავებს წელიწადში და რო გაჩერებულიყო ერთ დღეს და ან რო დაქრინჯულიყო თავის თავზე, ვფიქრობ, ეგ თანხები დღეს ნამდვილად არ ექნებოდა. ხო და დღეს შენ თუ აპირებ რომ გახდე კონტენტ კრეატორი, ეს იყოს შენთვის ნიშანი და დაიწყე უბრალოდ თუნდაც ტრენდების ჩაწერა თუ არაფერი იდეა არ გაქვს და შემდეგ ყველაფერი გამოცდილება, საუბარი, თუნდაც აი ნებისმიერი რაღაცა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია სპონტანურობაც რა, ანუ იუმორიც, ანუ იმდენი ელემენტი აქვს კონტენტ კრეატორობას, რომ ვფიქრობ, რომელიღაცა შეგიძლია აითვისო და ნიშა უნდა გქონდეს, რაც მთავარია. თამ გადმოგცა ესეთი კითხვა, რომ კონტენტის შერევა რამდენად რელევანტური არის. ანუ თიკა რო არის ბიუთი ბლოგერი, თქვა მოიწვია რესტორანმა და ამაზე თიკა რას აკეთებს? რესტორანში იკეთებს მეიქაპს? არა, მე ვფიქრობ, რაღაც გარკვეული პერიოდი თავიდან დასაწყისში ბევრი ახსენებს ამ ნიშას და რატომ, რომ როდესაც სკროლავ და ამდენ ადამიანს ხედავ დღის განმავლობაში, რთულია, რომ ადამიანმა დიფერენცირება მოახდინოს შენ ვიხარ. აი, ხშირად ყოფილა, რომ აი ვიღაც ხუჭუჭა გოგო არის ასევე კონტენტ კრეატორი და აი, შენ და ეს ერთი და იგივე ადამიანი არ ხართ და ამ დროს ხვეულით მათ კი ძალიან განსხვავებული გვაქვს, მაგრამ შემდგომ ამ ფაქტმა დავაფიქრა იმაზე, რომ არ აკვირდება ადამიანი ესე სიღრმისეულად. ანუ წარმოგიდგენია და აი შენ რო ესეთი ფერის თმა გაქვს და ვიღაცას კიდე ესეთი ფერის თმა ქონეს და მოიცა თქვენ ერთი და იგივე ადამიანი არ ხართ? ანუ არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები. კი, ძალიან ბევრი შემთხვევა არის. ერთი პერიოდი იყო, რომ აი მე და ჩემი დაქალი ელენა ერთმანეთში ვერეოდით ხოლმე და ერთმანეთი ვეგონეთ. ანუ შერევა კონტენტის მოსულა. მაგ კითხვას რომ გავცე პასუხი, ვიტყოდი რომ დასაწყისში კარგი არის ნიშა იმისათვის რომ განვასხვაოთ ეს ადამიანები და რითი გვახსენდება ეს ადამიანი, რაზე გვახსენდება, მაგრამ შემდგომ როდესაც უკვე პერსონად ყალიბდები და უკვე
იქ ის მომენტი არის, რომ თიკა რას აკეთებს, თიკა რას ჭამს, თიკას ად დადის და ნაკლებად რომ ნიშის მომენტი. ანუ, როდესაც უკვე სახეთ შეიძლება ჩამოყალიბდე, მაშინ ფიქრობ ძალიან კარგი საშუალება არის. და ასევე შეიძლება ექსპერიმენტობაც. აი, შეიძლება მე მაგალითად ძალიან ბევრი ინტერესის სფერო მქონდა დასაწყისში და რა ნიშაზე შევჯერებულიყავი და შეიძლება რამდენიმე გატესტო და ყველაზე კარგი შედეგი, რომელსაც ექნება, იმის და მიხედვით გადაწყვიტო, რომელი იქნება შენთვის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის მე ბოდიში რო გაგაწყვეტი ტრენდებით დავიწყე. ხო. ცეკვებით. ანუ ძალიან შემთხვევით გავხდი კონტენტ კრეატორი, თუ და გაინტერესებს მე მაგაზეც გეტყვი, მაგრამ ტრენდებით დავიწყე და ძირითადად ცეკვავდი ხოლმე. და აი რაღაცა უაზრო ტრენდები მართლა კოვიდის პერიოდში, მაგრამ მე როდესაც მინდოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო და რამის მომცემი ხალხისთვის, ვინც მიყურებდა, ფიქრობდი დიდი ხნის განმავლობაში რაზე გამეკეთებინა. იმის და მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს სილამაზე, თავის მოვლა ეს თემები, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც მიფიქრია ამ თემაზე, რომ აი ვერც დავინახე, ესე ვთქვათ, მოთხოვნა ან ესე მაკიაჟი დიდად იმდენად არა, როგორც თავის მოვლა მაინტერესებდა და არც იყო ესეთი აქტუალური იმ პერიოდში, როდესაც მე დავიწყე, მაგრამ შემდგომ მე რა თემებზეც YouTube-ზე ვიდეოებს სერჩავდი, TikTok-ზე, პოდკასტებს უსმენდი, მივხვდი რომ ეს თემა მარტო მე არ მაინტერესებს და შეიძლება მარტო მე არ მაწუხებს და დავიწყე ამ თემებზე ვიდეოების ჩაწერა. მაინტერესებს ყველაზე მეტი რამდენი გამოიმუშავა იმისთვის, რომ უბრალოდ გქონდეს, აი ნახე, დაიწყო ტრენდებით და დღეს ყველაზე მეტი გამოიმუშავა ამდენი, რომ შევადაროთ, რომ გქონდეს აი ეს დასაწყისი და შენი ყველაზე აღმავალი მომენტი. ტრენდებით გამომიმუშავე 0 ლარი. არა, რას გეკითხები, იცი, ნახე, ტრენდებით დავიწყე, მაგრამ წლების მერე მე მივედი იქამდე, რომ გამოვიმუშავე ამდენი თანხა. ხო და ის დაახლოებით რომ მითხრა, ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რაც შენ გამოგიმუშავებია. არ ვიცი ახლა ესე არც მომითვლია. აი, კაი, ერთ რეკლამაში, თქვა 20,000, 30 არის მაგდა საქართველოში. არა. მე არ ვარ მაგდონეზე. გონი ცოტა სხვა სტუმარი უნდა მოგვიწი. შენ ერთ არის ვინმე მაგდონეზე თბილისში? ნუ საქართველოში. მე გამიგია. YouTube-ზე მაგალითად დიდი პროექტებია, ხო, როგორც YouTube-ზე ვიცი, კი, სხვანაირი სპონსორობის ტიპი არის და სხვა. ანუ მოგეთის წყალი გადმოგვესხეთ ჩვენ. კი. არ ვიცი, ხა, ანუ მე ვფიქრობ არც იქნება სწორი თანხების დასახელება იმ კუთხითაც, რომ აი ყველას შენ რა გიღირს? აი დღის ბოლოს ეგ არის რა. ანუ მეც და შენ შეიძლება ერთი და იგივე რაოდენობა გვყავდეს გამომწერების, მაგრამ მე განსხვავებულად ვაფასებდე ჩემს თავს და შენ განსხვავებულად. მარტო გამომწერები არ არის, შეიძლება ჩართულობა, აქტიურობა და ასე შემდეგ ყველაფერი მოლაპარაკებებია. ანუ ვინმეს რო უთხრა დაახლოებით შენი ლიმიტი, აი მაგას გეკითხები. ლიმიტი, ანუ მაქსიმალური, რაც აი ვთქვათ მე ახლა გისმენ ვარ კონტენტ კრეატორი და ვაკეთებ ტრენდებს და ვფიქრობ, რომ აი იცი სადღაც თიკო მიგ გამოიმუშავა ამდენი და დაიწყო ტრენდებით. აი რამდენი შეგიძლია რომ აი რამდენი ციფრი შეგიძლია რომ მისცე ამ თქვა და ამ ადამიანს ვინც ესე ამას ფიქრობს ახლა. არ ვიცი. აი ნახე თქვა მე ვარ მსახიობი და ჩემი მაქსიმალური რენჯია რომ თქვა ჰოლივუდში ვითამაშო ფილმში და გადამიხადონ 4 მილიონი და იმიტომ რომ მოусმინე რომ დიკაპრიოს გადაუხადეს ამდენი. აი დაახლოებით მსგავსი რაღაც მინდა რომ გავაკეთოთ. არ ვიცი რამდენად ვფლი კომფორტულად თავს ანუ ციფრის დასახელებაზე რა ანუ რა ვიცი რო არ ვეშვები ოღონ ხო არ ვიცი იცი რატო აი მართლა ძალიან მიახლოებული თქვი რომ საქართველოს ბაზარი დაახლოებით აღვიქვათ აი 80,000-იან გამომწერს 200,000 რამდენი ყავს TikTok-ზე? TikTok-ზე 236,000 და Instagram-ზე 85,000. აი რამდენი შეიძლება მაქსიმუმ ესეთ ტიპს გადაუხადოთ რომ გქონდეს წარმოდგენა რა ჩვენ გონებაში. წარმოდგენა არ ვიცი როგორ შეგიქმნათ, მაგრამ ძალიან დამოკიდებულია იმაზე, რომ თვის განმავლობაში რამდენ რეკლამას გააკეთებ. ანუ ერთის არ ვიცი რამდენად სწორი იქნება. შემოთქვი. არ ვიცი მართლა, იმიტომ რომ აი თქვი დააგდე პროსტა 8. არა, მასე, ანუ ხოდო დაგდება არ მინდა ესე. ანუ ახლოს რო თქვი 7 იყო შენი და შენ ამბობ 800-ს რომ უფრო აუციო რა, და ეგრე მოგვეთყუე. ხო, მოკლედ, ანუ დაახლოებით რო თქვა რენჯი, ანუ ჩემი აზრით ძალიან დამოკიდებულია იმასთან თუ ვისთან თანამშრომლობ და რამდენ რეკლამას აკეთებ, მაგრამ მე ვფიქრობ, მაშინ მოდის სხვის გამოცდილებებს ვიტყვი, იმიტომ რომ ბოლომდე არ ვიცი, მე ვიცი კრეატორი, რომელიც, ნუ იუთუბერი არის, მაგრამ ჩვენ შენი გვაინტერესებს 230,000 და 80,000. ანუ მე მინდა რომ ანონიმურად ამ ადამიანს ერთი ის თქვი რა, უბრალოდ ციფრი. არ ვიცი მართლა რა ციფრი დავასახელო.
ბიჭებო, რამდენი აგიღებთ ერთი პოდკასტის გადაღებაში ყველაზე ბევრი? 2500 ლარი 1 საათში. აი დაახლოებით ეგეთი თქვი რა. მაგ ხელთ ახას არა. 5500 ლარი. უი, საათიანი ჩაწერა ამან. ანუ ეხა ესეთი რიცხვი დაასახელეს, მგონი არასწორ სფეროში ვარ, გადმოვდივარ თქვენთან გაქვთ უი, პოდკასტი. მეტი. უი, ჩვენი გადაცემა იწერება პოდკასტ-არეაში. და წარმოადგინე მაინც დამოვიწყდა წეღან, ხო და ისქენი რა ქვია. ალბათ ესე რიცხვი რომ დავასახელო იქნებოდა დაახლოებით 20,000 ყველაზე მაქსიმუმი. ვაუ, რა მაგარია. კი, შესაძლებელი არის და ამაზე მეტიც არის ასე რომ შესაძლებელი. გააგრძელეთ თქვენი ტრენდების ჩაწერა, იმიტომ რომ არავინ არ იცი, შეიძლება სადღაცა ერთ წელში თქვენს გადაგიხატონ 20,000-ები. კი, ოღონდ ეს ერთი ვიდეოდან არა დავასახელებ, რომ აქ მთელი თვის განმავლობაში ანუ ძალიან ბევრს შრომობთ. კი, ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან დიდი შრომა დევს და აი თუ იქნება კითხვები მაგის შესახებ, უფრო დეტალურად გეტყვი. ოკეი. კარგი, ეხლა მეორე კრინჯი. ადამიანებს ხშირად ეს უნდა გკითხო. ხშირად როცა საზოგადოებაში გარეთ ვართ, აი ესე ავიღო ტელეფონი და ჩავწერო ვიდეო, რაღაცა ხალხი როგორ გვიყურებს იქიდან აქედან, აი ეგ მომენტები, მაგრამ გვაკომპლექსებს ხოლმე. ეგ როგორ ანუ შენ ხარ ძალიან თავდაჯერებული, აკლემზე როგორ ახვედი, ნაკანი რო გეუბნებოდა, აკლემს მართავდიო. ხო და აი ეგ გითხარი, როგორ დავძლიოთ ის მომენტი, რომ აი იქიდან რაღაცა გვიყურებს და ხო არ ისე რაღაც აი ეგ ფაქტორები როგორ გადავლახებ და შენ როგორ გადავლახებ? სიმართლე გითხრა, ეს არის მუდმივი პროცესი. ვერ გეტყვი რომ რაღაცა აი განსხიოსნება მქონდა და უცებ ძალიან კომფორტულად ვიყავი. დღემდე ეგრე ვარ, მეც ძალიან ანუ ხალხს ავიწყდება რომ ჩვენ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ანუ იგივენაირი სოციალური შფოთი მაქვს მეც. არ მიყვარს გადაღებები გარეთ ამ მიზეზის გამო. მე ძალიან კომფორტულად უი, ანუ გაქვს შენც ეგ პრობლემა, ხედავ ადამიანებო? კი, მაგრამ პრობლემას არ დავარქმევდი, ეს ბუნებრივი პროცესია, რა თქმა უნდა, ადამიანი ვიღაცა ცნობის მოყვარეობის გამო იყურება, რომ ნეტარ ასიღებენ და ამ დროს შენ შებოჭილად გრძნობ თავს, რა თქმა უნდა, ეს რომ ბუნებრივი პროცესია და რაღაც გამომწერების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა და მგონია, რომ არ მოაქვს თავდაჯერებულობა. მინახავს ეგეთი რამე ადამიანებში, მაგრამ აი ჩემთვის მაგალითად რამდენი ფოლოვერი მომემატება თუ არ მომემატება იგივე ადამიანი ვარ რეალობაში, ანუ ამის გამო რომ აი რაღაცა თავი მიჭირავს და მე ვინმე ვარ, არა, საერთოდ არაფერად არ მიმაჩნია. აი ესეც მაშინ მე გეტყვით, თუ თქვენ აპირებთ რომ გარე სივრცეებში გადაიღოთ კონტენტი, იცოდეთ რომ იმ ადამიანებს რომლებიც იქ არიან და თქვენი მომენტში რაღაცნაირად ან გეუხერხულებათ, ან გეკრინჯებათ, იმ ადამიანებს დაავიწყდებით დაახლოებით 5 წუთში და არც მაგდენში, ხო? ჩაივლის ეს ანუ ტალღები და თქვენი კონტენტი საზღვარგარეთ კიდევ უფრო ბევრად მარტივად. აი მაგალითად საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ძალიან თავისუფლად ვარ ხოლმე, კიდევ უფრო თავისუფლად წერ ვიდეოებს და რაღაც, იმიტომ რომ აი ჯერთი მართლა არავის არ აინტერესებს და არ გაქცევს ყურადღებას და მეორეც ერთი არც ესმის რას ლაპარაკობ და აი ძალიან თავისუფლად და ავთენტურად ხარ რა. მე ვფიქრობ ყველამ თავისი კომფორტული, ანუ უნდა იმუშაო ამაზე რა თქმა უნდა, როგორც აი უარის მიღებაზე rejection therapy-ს რო ეძახიან ესეთი რაღაცა რა. და გამომუშავებადი არის ეს ყველაფერი, ნელ-ნელა იხვეწები ადამიანი, მაგრამ მე ვფიქრობ თუ არ გრძნობ თავს ძალიან კომფორტულად და მართლა ძალიან დიდი შფოთვა გაქვს, პანიკური შეტევები და ეს გეწყება ასეთ ადამიანებს რო უთხრათ, რომ იცი რა, გადაიღე და დავიწყებ ან რაღაცა, შეიძლება ცოტა სხვანაირი რჩევა გამოგვივიდეს. ანუ ყველასთვის არ არის, ხო? ვფიქრობ არ არის დიდად აუცილებლობა, რომ ყოველთვის გარეთ გადაიღო. ანუ ძალიან ბევრი კონტენტ კრეატორი სტუდიაში იღებს, სახლში იღებს და შეიძლება ბევრი საინტერესო რამ შესთავაზო ამ ადგილიდანაც ინფორმაცია. ანუ არ უნდა გაგაჩეროს იმ მომენტმა, რომ ხალხში ვერ იღებთ, შეგიძლია უბრალოდ შეცვალო გარემო და შენ მაინც გააგრძელო შენი საქმიანობა. ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა ესეთი სტორი დავდე, რომ მეთქი you don't need a boyfriend, you need to be influencer მეთქი, იმიტომ დავდე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი საჩუქარი მოგროვდა და ანუ დღემდე მართლა 2 წლის ბავშვით მიხარია ყოველი მიღებული საჩუქარი, აი შეიძლება ეს რეკლამისთვის იქნება თუ რისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აი PR-ს რასაც ეძახიან. და ანუ ისე მიხარია და ისე მადლიერებით ვივსები ხოლმე ყოველ ჯერზე ეს საჩუქრები რომ მოდის ხოლმე და ერთ-ერთმა დამიკომენტარეს რაღაც რომ ვაიმე არ მომანდო მე ხა ინტროვერტი ვარო და ანუ მე სხვა შორის ვარ ამბივერტი, ანუ შემიძლია რომ რაღაც მომენტები მაქვს ძალიან ექსტრავერტი, ძალიან ინტროვერტი, ანუ რაღაც აი ორივე სპექტრის ორივე მხარეს ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ ინტროვერტი შეიძლება იყოს ადამიანი და წარმატებული კონტენტ კრეატორი, იმიტომ რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ადამიანებს კონტენტ კრეატორებს უმეტესწილად არ ყავთ ბევრი მეგობრები და ამიტომ ეკრანი ხდება მათი მეგობარი.
და მინდა გითხრათ, ჩემი გამოცდილებითაც ძალიან ბევრ კონტენტ კრეატორს ვიცნობ, ვინც ცხოვრებაში არ გამოირჩევა სოციალური აქტივობებით და სადაც ყოფილვართ ნაცნობებიც მყავს, თუნდაც საღამო გაგვიტარებია ერთად და მათი ყოფილვა მხოლოდ აი ეს და ტელეფონთან ურთიერთობა. შენ თუ გქონდა ის მომენტი, რომ რაღაცა ეტაპზე მიხვდი, რომ თითქოს აი ეს ზღვარი გერღვეო და თუ ამას ყოველთვის აკონტროლებდი და აი ამაზე ზოგადად რა ინფორმაცია გაქვს კონტენტ კრეატორს, რომელსაც შეიძლება რომ რეალური ცხოვრება და ონლაინ ცხოვრება რაღაცნაირად გაექცეს. ხო არის ეგეთი ამბები? იცი რა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ეხლა რაღაცა ერთ ქვაბში არ უნდა მოუხარშოთ ყველა. ხო, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად მიჯნავს და აბალანსებს, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც ეს არის ჩემი საქმიანობა, როგორც სამსახურში მიდიხარ და იმის მიღმა მაქვს, რა თქმა უნდა, რეალური ცხოვრება. ანუ ბევრს გონია, რომ აი ვიღაც გოგოებთან, ან ჩემს მეგობრებთან, ან ნაცნობებთან, შეიძლება ვისთანაც მოკლედ ვიდეო მაქვს გადაღებული, რომ ყველა ძალიან მეგობარი ან რაღაც, მაგრამ შეიძლება ანუ იმ დღეს რაღაცა ივენტზე ერთად ვიყავით გოგოები, რაღაცა ტრენდი გაგვახსენდა და გადავიღეთ. ანუ შეიძლება პირველად ვყავდეს ეს ადამიანი ნანახი და ეს სტერეოტიპი ნამდვილად არის, რომ თუ ერთად ვდებ ვიდეოს ძალიან გადამკვდარი და გადაფსკვნელი დაქალები და მეგობრები ვართ და არ არის ეგრე. მაგრამ ხო, ანუ მე მაგალითად გამიჯნული ესე არ მაქვს, რომ ეს აუცილებლად მეგობარი არის, რომელსაც არ გამოვაჩენ ან რაღაცა ესეთი მიმართულებით რა. მყავს როგორც მეგობრები ამ სფეროში, ასევე ამ სფეროს მიღმა. და მე ესე ცალკე ინტერაქციაში, რა ვიცი, აი შენ უნდა მითხრა ამაზე პასუხი, როგორ ვიყავი დოჰაში. სულ ტელეფონში ვიყავი? არა, არ ყოფილხარ და ალბათ ჩაკეტილი ვიყავი. მაგიტო გეკითხები ესე თავისუფლად, ვიცი რომ შენ მეორე მხარე და სხვა ადამიანებიც ყავს ნანახი, ვინც არიან მაგ ლუპაში და მხოლოდ სატელეფონო ცხოვრებაში ცხოვრობენ, ხვდები, ანუ აი რაღაცა ღონისძიებაზე მივიდა, სტორები გადაიღო, წავიდა, მე ანუ იმ მომენტებს რო ვერ ირგებენ, ხვდები რა ალბათ ეგეც არის ადამიანზე და ინდივიდუალური, იმიტომ რომ ჩემთვის სოციალიზაცია არის, აი როგორც აი წყალივით, არ ვიცი, ძალიან მიყვარს საუბარი, ახალი ადამიანების გაცნობა, საინტერესო საუბრები, მათ შორის პატარა საუბრებიც, აი როგორი ამიდიეტა ეგეთი რაღაცეებიც ძალიან ვისწავლე რომ შემეყვარებინა ეს თემებიც. და ჩემთვის კი, რა თქმა უნდა, მეც ვიღები ივენტზე მივდივარ, რაღაც ტელეფონი მიჭირავს, მაგრამ როგორც კი იმას მოვჩები, არიან ორი ტიპის ადამიანები, რომლებიც იქვედებენ რაღაცებს მეშვებიან, მაგრამ მე მაგალითად მირჩევნია, რომ იქ დრო გავატარო, ვიღაცები გავიცნო, რაღაცები, ნუ შეიძლება გადავიღო, მაგრამ მოვიდე და მერე დავუმშავო და მერე დავდო თუნდაც იმ სტორზე. შენ screen times შოქში ჩაუგდი ხარ? კი. რამდენი იყო? ძალიან დიდი პრობლემაა მართლა. აი, ყველაზე მაქსიმუმ ალბათ რაც მქონია შეიძლება 13 საათი. რამდენ დროს ატარებს ადამიანი თანამედროვე? ბევრს. ძალიან ბევრს. მაგრამ ადამიანს არ ვაბრალებ ამას. ეს არის სისტემის ბრალი. თუნდაც TikTok-ი რო ავიღოთ, ისე არის პლატფორმა შექმნილი, რომ მუდმივად ვიღებთ დოპამინს. ზოგადად დოპამინი ძალიან გვჭირდება ეს ჰორმონი, რომ რაღაცეები ვაკეთოთ რა. ნეიროტრანსმიტერული სისტემა მთლიანად კი ბატონო და ანუ აი სკროლავ, ანუ არიცი თან აი TikTok-ი მაგალითად დღემდე ვფიქრობ, იმიტომ არსებობს, რომ მართლა ინოვაციური და განსხვავებული მიდგომა აქვს პლატფორმას და სწორედ ამიტომ არის, რომ მეტა ხშირად აკოპირებს ხოლმე Instagram Reel-ი ხომ მერე გამოვიდა ზოგადად და სხვანაირი მიდგომა ჰქონდათ. სკროლავ, შემდეგი ვიდეო არც კი იცი რის შესახებ არის და აი მუდმივად რაღაცის ძიებაში ხარ თითქოს და ვერ პოულობ და გემართება პარალიზი, რომ აი საათობით შეიძლება სკროლ და ვერ გადიხარ ბოლოში. და ეს ძალიან დამაზიანებელი არის გონებისთვის და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ჩავერიოთ და თუ ხედავთ რომ უკვე პრობლემაა, პრევენციისათვის უნდა მოვიფიქროთ სხვადასხვა საშუალებები. მაგალითად, მე ვიყენებ რამდენიმეს. გაგვიზიარე. კი ბატონო. პირველ რიგში დოპამინი იმიტომ გამოიყოფა ესეთი დიდი რაოდენობით, რომ არის ძალიან ბევრი ფერი. ანუ რო ხედავ რომ აი ვიღაცის თმის ფერი, ტანსაცმლის ფერი, ამდენი ფერი ძალიან ასტიმულირებს გონებას. და შეგიძლია ტელეფონში შეხვიდე სეტინგებში და გამორთო ეს ფერების ფუნქცია. ანუ გადაიყვანო მაგალითად შავ-თეთრზე და დააყენო წითელი ფილტრი. მთელი ეკრანი ესე? კი, მთელი ეკრანი. და როგორც კი ასე გასკროლავ, მიხვდები რამდენად მოსაწყენი ხდება. აი მართლა, აი როგორც შავ-თეთრ ფილმს უყურო, ეგრე არის და აი გამოგარჩევები კარგავ ინტერესს რა და ამას დამატებული რა თქმა უნდა არის ეფლოკერებიც, ანუ ისეთი ტიპის აპლიკაციები, რომლებიც რაღაც გარკვეული დროის შემდეგ მაგალითად დააწესებ ლიმიტს, რომ TikTok-ი 1 საათზე მეტი არ მინდა რომ სკროლო დღის განმავლობაში და აღარ მოგცემს საშუალებას რომ შეხვიდე რაც არ უნდა ხდებოდეს რა. ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევისთვის. აუ თიკა შენ გეცოდინება ეხლა ეგ ამბავი. იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ აუ იციო TikTok-ზე ვიღაცასო რა $500
რაღაცა ნენელო ჩაურიცხავ რაღაც თამაშია და მეთქი რა და მე რო ჩაუღრმავდი, ანუ რაღაც კაზინოსავით ეფექტი აქვს, მე მგონი თამაშობენ და ფულს ურიცხავენ. ხო, იცი აქ სისტემა, მე არ ვიცი და მომიყევი რა. მე თუ სწორად ხვდები ლაივზია საუბარი, ლაივში რო ურიცხავენ, რაღაც აი ლომების დარტყმა და რაღაც. ხო, აი ეს ფიქრობ რაღაც ცალკე სამყარო, აი ხო, ორივე ერთ პლატფორმაზე ხდება. მითხარი რა ხდება მან თუ იცი. ეს ორივე ხდება ერთ პლატფორმაზე, TikTok-ზე, მაგრამ სიტყვაზე, ანუ იმის იქით რა ინფორმაციაც მაქვს, მე თვითონ გამოცდილება არ მაქვს, იმიტომ რომ ლაივში არ გავდივარ მე პირადად. ბოლოს როდის გავიდი ლაივში არც მახსოვს და არის აქტიური სეგმენტი, რომელიც ლაივებით, TikTok ლაივებით გამოიმუშავებს თანხას. ხანდახან მგონი ჩვენზე მეცაც გამოიმუშავებენ. ხო და ძალიან გავს ეგ სისტემა კაზინოს სისტემას და მე მგონია როცა სინგაპურიდან არის ტიპი ხო ვინც TikTok-ი გააკეთა და იძახის რომ ჩინეთთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეგ მგონი უბრალოდ ის არის დირექტორია დღეს, მაგრამ მაგის შექმნილი არ არის, CEO არ მგონი. ვისი შექმნილია? ჩინეთის მიერ არის შექმნილი თუ სწორად მაქვს ინფორმაცია. შენ ხო იცი რომ ჩინელები არიან ყველაზე აზარტული ტიპები. და მგონია რომ სადღაცა იქ რაღაცა ჩართეს თავისი აზარტი TikTok-ი და ერთად შექმნეს აი ის რაც შექმნეს, იმიტომ რომ TikTok-ზე დამოკიდებულები არიან ადამიანები, თან ანუ ემოციურად აი უკვე ვინც იცის რამ სტრიმერებმა როგორ უნდა იმუშაონ გადახდელ უნარიან ტიპებზე, ანუ ემოციებს უწევენ ზემოთ და თვითონაც ცეკვით და ასე შემდეგ ყვირილით და ანუ აი ეს სისტემა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, აი ფსიქოლოგიურად რომ ჩავყვეთ და შენ რა აზრი გაქვს ამაზე? იცი რა, მეც გეთანხმები, რომ აშკარად სოციალური და ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური ასპექტები ნამდვილად არის გათავისებული ამ პლატფორმის შექმნისას. არ ვიცი ესე გაუვარდათ თუ ესე შექმნეს, მაგრამ მე მგონი არაფერი არ ვარდება სამყაროში და ყველაფერი მე ვფიქრობ პირველ რიგში ის ფაქტი რომელიც უკვე აღვნიშნე რომ სკროლვის დროს არ იცი შემდგომ რა შეხვდება ეს უკვე ძალიან დიდი კაზინოს მაგვარი ეფექტი არის იმიტომ რომ მართლა აი გემბლინგ არის ჩვეულებრივი ესეც ამას დამატებული დრო აი თუ დააკვირდები ძალიან პატარა ჩანს მარცხენა მხარეს კუთხეში ანუ დროის აღქმაც გეკარგებათ და როგორც კაზინოშია ხო და ამას დამატებული როგორც უკვე აღვნიშნეთ ფერებიც არის და ეს დოპამინის გამოყოფა და კიდევ ერთი ფაქტორი ის არის რომ TikTok-ი დასაწყისში იყო ძალიან მოკლე ვიდეოებიანი ესეთი ფორმატი ქონათ, რომ 10-15 წამი. და ვინც ალბათ დიდი ხანი ამ პლატფორმაზეა, ზოგადად ეგ ფიქრი გაქვს, რომ აი პატარა ვიდეოები არის, მაგრამ შეიძლება ერთი ჩასუნთქვა უყურო 10 წუთიან ვიდეოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ ისე გადის დრო დერეალიზება ხდება, რომ ანუ მართლა იმდენი ხანი ხარ ამ პლატფორმაზე, რომ აი ვეღარ ხვდები სად ხარ, რა ხდება, ჭამე არ ჭამე და უშუალოდ რაც შეეხება ამ ლაივებს და ის ლომების დარტყმა და რაღაცეები და ერთმანეთს რო ეჯიბრებიან. აი ნახოთ რა, ეხლა ჩავთვალოთ ახლა ვიღაცის ლაივი რა. ეს არის ჩემთვის რაღაცა უცხო ხილი სიმართლე რო გითხრა. ჩემს ირგვლივ ой, შენი ის ჩაერთო პირდაპირ ლაივებს. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა ინფლუენსერი. აქედან ლაივზე როგორ უნდა გადა? აი ლაივზე ხო ესე? კეთია გიდუნაშვილი. როგორც ვიცი ეს არის მე არ ვარ აქტიური მაყურებელი, მაგრამ TikTok-ზე კეთია გიდუნაშვილი. კაი, გავაბრძოლოთ კეთიზე მაშინ. ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ ნახვადი ყურებადი ადამიანია, ხო? იმიტომ რომ რაღაც რაღაც აქტიურობს ესე რომ ვთქვათ. მანახე რაზე იცინის შენ და გეტყვი ვინ ხარ შენ. და ქვეყანა იცინის ხალხზე, რომელზეც არ უნდა იცინოდეს და სხვა შეხედულება უნდა კონდეს, მაგრამ მოდი ამ თემაზე აღარ გავაგრძელოთ საუბარი. დავუბრუნდეთ TikTok-ს, სადაც აი მართლა ლომები და ვებხვები ისე ვარდებიან, როგორც აი კაზინოში და ხმებიც ეგეთი აქვს, ხო? ხო, მე არ ვიცი, მგონი ჯობი ამაზე TikTok სტრიმერი მოვიყვანოთ. გამოცდილება მართლა არა მაქვს. ვინმე ისეთი კეთის გავს. აი, არ ვიცი, კეთი დავბადიშოთ. ხო, არ ვიცი, მე მართლა სხვა სამყაროა. ორივე ხდება ერთ პლატფორმაზე, აი როგორც საქართველოში რომ რაღაცა ორი რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ერთი რაღაცა ულტრა ძალიან მდიდარი და მეორე ძალიან სხვა ფენა, აი დაახლოებით ესეთი ის არის, მგონია რომ ძალიან გამიჯნული უნდა იყოს ეს ორი ერთმანეთისგან. ორთულია ინტერნეტ სამყაროში რაღაცები გამიჯნა, იმიტომ რომ ყველაფერი ისეა შერეული, რომ ვერ გაიგებ ვერაფერს. გქონია შემთხვევა, რომ გაგიცნია ადამიანი, ვიზეც აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა გქონია ინტერნეტ სივრციდან და რეალური ყოფილა აი 360 გრადუსით სხვა ადამიანი და ამან თუ ზოგადად ეგზისტენციალიზმზე ჩაგაფიქრა და რამხელა ტყუილში ცხოვრობთ ეს ჩაჭექი და დაფიქრდი, რომ აი ვაფშე რა ხდება. სიმართლე გითხრა
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქართველ კრეატორს სხვათა შორის არ ვიცნობ და არ ვუყურებ. ამას იმიტომ კი არ ვიძახი, რომ მე მაგარი ვარ ან რამე, მაგრამ ძალიან უცხოური for you page მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, ბევრი კრეატორი მეც მივარდება, მაგრამ იმ დოზით არა. არ მქონია ახლა, იმიტომ ვფიქრობდი დიდი ხნის განმავლობაში და მე მაგალითად არ მქონია ესეთ შემთხვევა, რომ რაღაცა მართლა თავდაყირა დაეყენებინა ამ ადამიანს ის წარმოდგენა. შეიძლება სხვებს ქონიათ ესეთ გამოცდილება, მაგრამ მე პირადად არა. ალბათ იმიტომ რომ ნაწილობრივ კონტენტის მიხედვით არ გამომაქვს ადამიანზე დასკვნა, იმიტომ რომ ჩემს ტყავზე გამოვცადა ესეთი რაღაცა, რომ მქონდა რა მე ხო beauty სფეროზე ვწერ ზოგადად ვიდეოებს და სილამაზის მიმართულებით რა და რახან წერ ვიდეოს მაგალითად ერთხელ თქვი რაღაც საოცნებო ტუჩსაცხი შევიძინე, რაღაცა კაბა ვიყიდე და წამოსულა ესეთი ტიპის კომენტარები, რომ აი ამ ადამიანს აი ტუჩსაცხის და კაბის იქით არაფერი არ აინტერესებს და რა უინტერესო და რანაირი ხარ, მაგრამ ანუ ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, ვერ მიჯნავენ, რომ ეს შეიძლება იყოს კონტენტი, რაღაცა ინტერესის სფერო, ან რაღაც ჰობივით და ცალკე პიროვნება ვარ მე, რომელსაც ტურსაცხის იქით მაქვს ოცნებები. და ანუ კაბის გარდა მაქვს რაღაც სხვა რაღაცები, რაც ესე ვთქვათ, მამოძრავებს და მაინტერესებს. და ხშირ შემთხვევაში ჩემზე მომისმენია სხვათა შორის ეგეთი აზრი, იცი? აბა რომ ამოყირავებულა ესე ვთქვათ წარმოდგენა, რომ ბევრს რატომღაც უფრო გონი ვარ. დოჰაში იყო სხვათა შორის ესეთი წარმოდგენაც. აბა მითხარი რა ჩამოვარდა საუბარი ხელოვნური ინტელექტზე, ზოგადად SEO-ზე, search engine-ზე და ნუ სხვადასხვა ესე ვთქვათ დღევანდელ აქტიურ თემებზე რა და ძალიან ჩვეულებრივად ავყევი საუბარში რაღაც კითხვები ისინი ესენი და ანუ შემომიბრუნდა ეს ადამიანი და არ დავასახელებ და მკითხა რომ ანუ კი არ და მითხრა რომ მეო მეგონაო რომ აი სილამაზის და იმის იქით არაფერი არ იცოდიო რა და ანუ ჩემს შესახებ ძალიან ხშირად არის ეს სტერეოტიპი რომ რაღაც აი მარტო თავის მოვლა ვიცი, მარტო კაპრანჭვა და იმის იქით საერთოდ არაფერი. იგივენაირად სწავლაზე აი ჩემმა გამოწერების ალბათ მარტო 1% მაიცის რომ მე გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია მაქვს დამთავრებული. ბაკალავრის ხარისხი და სხვათა შორის აქტიურად ვფიქრობ მაგისტრატურაზეც ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ შენ ანუ აწვდი იმას, რაც შენზე გინდა რომ იცოდნენ. არა. მე ვაწვდი იმას, რასაც ვფიქრობ, რომ გამოადგება სხვას, რაც საინტერესო და რაც დაეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ანუ აი თუნდაც თმა მაგალითად მე როდესაც გავიზარდე იმ პერიოდში არ იყო საერთოდ ხვეული თმის მოვლის ხაზი არ არსებობდა. ანუ არ შემოდიოდა საქართველოს ბაზარზე, ესე რომ ვთქვათ. და დედაჩემაც არ იცოდა როგორ უნდა დაეყენებინა ეს, ერთადერთი კიდევ კარგი ნუწყლით ესე მიშვებოდა ხოლმე და რაღაცა გამოდიოდა, მაგრამ მეც არ ვიცოდი მოვლა ვივარცხნი ჩემს ყოველს თმას და დავდიოდი აი მართლა ლომის ფაფარივით და შემდგომ როდესაც მივხვდი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ხვეული თმა, ძალიან ბევრმა არ იცის როგორ მოუაროს, დავინახე საჭიროება რომ რატომაც არა ყველას მოსწონს, როდესაც ლამაზი თმა გაქვს და მით უმეტეს ისეთ სპეციფიურია, ხა სწორთმიანებს არ გჭირდებათ ესე ცალკე რუტინა და ბევრი პროდუქტი, რომ შამპუნი და ბალზამით და რაღაც თმის უდოთი შეგიძლიათ თავისუფლად რაღაც გააკეთო და ანუ ხვეული თმა არ არის ესე მეტად სპეციფიურია. კიდე ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მინდა დაგისვა. უამრავი კურსები იყიდება ეხლა, როგორ გავხდე კონტენტ კრეატორი, ბლოგერი, შენ თუ შეგიძენია რამე კურსი და თუ თვლი, რომ ეს კურსები საჭიროა და ამ კურსის გარეშე მაგალითად ვერ გახდები კრეატორი, ან ზოგადად მოდი ხა ჩემი ბევრი ნაცნობიც აკეთებს ამ კურსებს. მაგრამ ვიტყვი, რომ ბევრი თვლის, რომ ეს ყველაფერი არის სკემინგი. ხო და შენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე. მე პირადად ვთვლი, მომხრე ვარ, რომ ესეთი კურსები არსებობდეს. მეც მომხრე ვარ. კი, აუცილებლად უნდა არსებობდეს. ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს. მე მაგალითად არაფრის კურსი არ შემიძენია მგონი ამ ცხოვრებაში ჯერჯერობით. არც მონტაჟის, არც კონტენტ კრეატორობის არაფრის და ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ მე პირადად ჩემით ვსწავლობდი ამ ყველაფერს YouTube-ზე Udemy-ზე ძალიან ბევრი საშუალება TikTok-ზეც თუნდაც ძალიან ბევრი ტუტორიალი დევს. იგივენაირად ენაც მაგალითად ინგლისურიც ჩემით ვისწავლე და ანუ ყველაფერი მე ზოგადად ეგეთი მიდგომა მაქვს ჩემ თავთან, მაგრამ არ ვაკნინებ იმ ხალხს, რომელსაც შეიძლება კურსი შეიძინოს, იმიტომ რომ ეს არის მოკლე დროში უფრო და მეტად უფრო ალბათ დალაგებული და დაწყებული ყველაფერი, ხო? ზუსტად A-დან B-მდე გაწერილი, ზუსტად რაც გჭირდება, ბევრ კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგალითად მე არ მქონდა ბევრ კითხვაზე პასუხი და მიწევდა რომ ჩემით რაღაცა გამომერკვია და ბევრად უფრო გაურკვევლობაში ვიყავი. მე არ ვთვლი რომ მით უმეტეს ამ საქმიანობაში სერტიფიკატი არ ამიგჭირდება ვინმესი ან რამესი.
თუმცა კი, თუ თვლი რომ ეს წაგადგება და გაგზდის და მოკლე დროში მოგცემს იმ ცოდნას, რატომაც არა. მეც ვთვლი, რომ მქონდა ეგეთი მომენტი, რომ აი კონტენტ კრეატორის კურსს ველოდებოდი, როდის შევიძენდი, რომ მე გავხდები კონტენტ კრეატორი. თუ ეგეთი ტიპი ხარ, რომ ელოდები სასწაულს, კურსებს, რომ რაღაცა გააკეთო, ეგ ყველაფერი არ გიშველის, ანუ და თუ გინდა რომ რაღაცა გააკეთო, მაგის გარეშეც გააკეთებ რა. მე მგონია მაგითაც და მაგის გარეშეც ახლა სხვადასხვა ფაქტორი არის. შეიძლება ვიღაცას არ აქვს იმხელა დროის რესურსი, იმიტომ რომ ნუ დღევანდელ დღეს ხელოვნური ინტელექტით ბევრად გამარტივებულია, მაგრამ ჯერ მარტო რომ დაფიქრდე, შეიძლება არ არის ეს ბევრად კომპლექსური თემაა, რომ აი რისი სწავლა მჭირდება? ჯერ მაგაზე უნდა დაფიქრდე. მერე უნდა მოიძიო ეს ყველაფერი. მერე რამდენიმეს უნდა მოусმინო, მერე იქიდანაც უნდა ისწავლო და ანუ ეს ძალიან დიდი პროცესი არის რა. ჩემ შემთხვევაში ხა მე მაგალითად მონტაჟი არის ყველაზე ისეთი ფაქტორი, რაც მართლა უნდა დაგჭირდება და უნდა ისწავლო და მე მახსოვს ის შემთხვევა, როდესაც ჩემს მას ვთხოვე, რომ ესწავლებინა ჩემთვის მონტაჟი. მაშინ იყო Premiere Pro, ანუ YouTube-ზე აკეთებდა ჩემ ძმა ვიდეოებს. შემდგომ ერთადაც ვაკეთებდით, ქონდა ესეთი თან კითხავ რა, უცებ დღეს შემოვიდა ესეთი კითხვა, რომ თიკოს ძმა იყო YouTuber-იო და მაგან თუ იქონია გავლენა თიკოს დღევანდელ კარიერაზეო. და აი, ბარემ კაკრას ჩააკვეხებ. მე ვფიქრობ კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მეც და ჩემი ძმა გიგიც ვგიჟდებოდით ვიდეოების გადაღებაზე. ანუ ეს მართლა იყო წმინდა ჰობი, იმიტომ რომ შემოსავალი აქედან მართლა არ იყო. და დიდი ინტერესი მქონდა. მე სულ თავიდან დავიწყე გეიმერობით. ანუ არა, my videos დავიწყე YouTube-ზეც არა, my videos. მაქვს ატვირთული ვიდეო. Geo Gamer Girl იყო ჩემი სახელი, ანუ Gogo Gamer, ანუ ქართული Gogo Gamer, Gogo დაახლოებით ესეთ სახელი და დავდე Minecraft-ის ვიდეო. ანუ რაღაც სახე არ მიჩანდა რა, აქ და ძალიან ბევრი მიწერდა რომ შენ ბიჭი ხარო და რეალურად ეხა ხმეა სიწვრილება და რაღაცა. მერე გამოჩდი კიდევაც YouTube-ზე რა. სიმართლე გითხრა, მინდოდა YouTube-ის გაკეთება ბავშვობაში უფრო აქტიურად, მაგრამ ყოველთვის ვაპრიორიტეტებდი მეცადინეობას და სწავლას და ერთად ძალიან რთული იყო ხოლმე, ამიტომაც ვერ ვიყავ ისეთი სტაბილური და დისციპლინირებული, როგორც უნდა ყოფილიყავი. მაგრამ ძალიან დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ამასაკიდან 14 წლის ასაკიდან უკვე რომ ინტერესი გაქვს და აკეთებ და გაქვს ცოდნა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ესე ვთქვათ, სხვანაირად უყურებ და რაც შეეხება მონტაჟს, რო დაუბრუნდეთ იმ ნაწილს, ჩემმა ძმამ უკვე იცოდა და თან მაშინ CapCut-ი არც არსებობდა. ეს იყო Adobe Premiere Pro. Premiere Pro ხო მახსოვს. ძალიან ცნობილი დღემდე, ნუ ჰოლივუდის ფილმებსაც მან დამონტაჟებენ და არა მარტო. და როდესაც ვთხოვე, რომ გეხვეწები მასწავლე მეთქი, რომ როგორ გავაკეთო, რომ მეც მინდა YouTube-ისთვის, ესე დამსვარა, დავჭიქით და აი სრული სერიოზულობით და კონცენტრაციით, რომ ეხლა აბა მიხსნის და რაღაცა კომპიუტერთან ვზივარ და უცებ მეუნება, ანუ წერს ესე Google-ში, ანუ ბრაუზერში რომ ესა youtube.com. თქო გამიკვირდა რა მინდა YouTube-ზე რატო შედის, მაგრამ კაი არაფერი არ ვთქვი და უცებ ჩაწერა. How to და მეთქი რა ვიცი, აბა. ანუ რა კაია, დათვური სამსახური როგორც ესე ვეძახით, არ გაგიწია. არ გამიწია, რომ შენთან შეგიძლია მოიძიო და ეს ნამდვილად ეგ მიდგომა მართლა ამართლებს და კარგი არის. კი, ერთის მხრივ კარგია მარტივად ინფორმაციის მიღება და რაღაც, მაგრამ სხვანაირად კიდე გამახსოვრდება და ბევრად სხვანაირი პროცესი არის, როდესაც შენით იკვლევ ამ ყველაფერს. და ეს ძალიან დამეხმარო ვფიქრობ. დღეს მართლა ძალიან გამარტივებულია. სად Adobe Premiere Pro და სად CapCut-ი და მგონი ყოველ მეორე ადამიანმა თუ მესამე მიცის, ვინც ანუ აქტიურია, ესე ვთქვათ, ამ პლატფორმებზე და მართლა საჭირო და კარგი უნარი არის. მე აქედან ისე ვერ გაგიშვებ, რომ არ აღვნიშნო შენი ძვირფასი დედიკოს როლი შენ კარიერაში და აქედან მოვიკითხავ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დოჰაში. მითხარი რა იქნებოდა სხვანაირად ესე გვერდში რომ არ გედგეს ის და აი ესე რომ არ დაყვებოდეს ტასაცმლით კამერით კაბელს გიკერავს როგორც იცი და აი მითხარი დედა ჩემი არის მართლა აი საოცარი ადამიანი და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დედა ჩემია ანუ ვინც იცნობს პირადად ყველა მიცის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იმიტომ რომ დედა ჩემ დაპროექტებაც ის სახლის ავეჯის გაკეთებაც ანუ აი ბარბი რო არის ხო იცი ბარბიზე რო ამბობენ რომ აი კოსმოსშიც გაფრენილა ისიც აი დედა ჩემი არის ზუსტად ბარბივით იმიტომ რომ აი კერვაც იცის აი ისეთი რაღაცეებიც რაც კაცის საქმედ ასოცირდება ესე ვთქვათ დრელე და დრუჟბა და ეგეთი რაღაცეების გამოყენებაც მე სამწუხაროდ მისი ნახევარი ნიჭიც არ დამყვა და უფრო რაღაც სილამაზის სფეროსკენ წავიდა ალბათ ეს ჩემი ნიჭი და ვერ ვიტყვი რომ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი ვარ დედა ჩემი მართლა საოცრად მიდგას გვერდში და
ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრის და ალბათ რამდენჯერაც არ უნდა მქონდეს იმის ალბათობრივად შანსი რომ დედაჩემი ორჩიო სულ ეს დედამითა რომ მყავდეს და მართლა ყველაფერში ძალიან გვერდში მიდგას. შენი აზრით რო არა მისი დახმარება რაღაცები სხვანაირად იქნებოდა? რა თქმა უნდა, თუნდაც ძალიან დიდი ჩემი აუდიტორიის ნაწილი მაშინ მოვიზიდე, როდესაც ამ კაბებს ვანახებდი. და აი ყველა მართლა დღემდე აქტიურად გთხოვენ რომ გავაკეთოთ ამ მიმართულებით ბიზნესი, რომ გავაკეთოთ ეს კაბები, მაგრამ მე ვერ ვაკეთებ. როცა დედა არ გიღებს და მეგობარი გიღებს, ხედავ ხოლმე განსხვავებას, რომ აი დედა უფრო კარგად მიღებს. სიმართლე გითხრას, დედა ჩემი აქტიურად არ მიღებს. ძირითადად ჩემით ვიღებ კონტენტს და ფოტოებს, ძირითადად მეგობრებს და დაახლოებით ერთი და იგივე ასაკის ხალხს ვეკითხებ. დედა ჩემი სხვათა შორის დოჰაში ვასწავლე და დავატრენინგე უფრო ძირითადად იქ ადგილზე. და იქ რომ ხედავდით როგორ გიღებ და იქ რაღაც გვეგონა რომ ის იყო შენი ოპერატორი ყოველთვის, ანუ არ არის ეგრე. არა, ესე არ არის. და იმასაც ვახსენებ, რომ სხვათა შორის ამ სპეციალობას დედა ჩემსაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა, რომ დედა ეს საქმიანობა ანუ იმიტომ რომ იმ პერიოდშიც როდესაც მქონდა კონტრაქტები, მქონდა სტაბილური შემოსავალი თუ არასტაბილურიც, სულ იყო ის რომ სამსახურს რატო არ ეძებს, სამსახურს რატო არ იმაშვები, გასაუბრებაზე აქცადი ის გააკეთე მაგისტრატურა, ანუ ტიპიური დედა არის ამ მიმართულებით და ამ კუთხით, კი, მართლა ძალიან გვერდში მდგომი არის და ყველაფერი, მაგრამ როგორც ყველა დედა მაინც მე შენთვის საუკეთესო მინდა და დღეს ხო უკვე სხვანაირად ფიქრობს. ბოლომდე არა. იმიტომ რომ დედაჩემსაც და მეც მესმის რომ ეს სპეციალობა შეიძლება არ იყოს. იცი რა, სიმართლე გითხრა მე ვერ წარმომიდგენია რომ აი 80 წლის ან რაღაც, ანუ მოკლედ აი 60 წლის თუნდაც ხო, 60 წლის ასაკში რომ კიდე კონტენტ კრეატორი ვიყო. ცოტა რაღაცა ანუ ჩემთვის წარმოუდგენელი არის. შეიძლება საერთოდ სხვა შეიცვალო ნიშა და იყოს 60 წლის კონტენტ კრეატორი, რომელიც ჯერ კიდევ როგორ ანუ ვუბლიდი ჩემს თავს რომ ესე კარგად დავბერდი 60 წლის ასაკში. ანუ კი და მაგარი კონტენტი იქნება. მე თუ ვუყურებ. კარგად დავბერდი. ხოცხან თუ იქნება. თუ კარგად დავბერდი, ანუ. ხო, ანუ იცი როგორი არის? ეს სპეციალობა ხშირად სხვათა შორის მოდელობასაც ატარებენ. გავს რა, ანუ არ არიან, ანუ აი 60 წლის და ასეთი კი რაღაც ვერ დაგითხრები, ეხლა პირიქით 60 წლის კონტენტ კრეატორები გამოდიან და თავის ასაკში ასწავლიან ხალხს რაღაცებს და ძალიან ბევრი ნახვები და გამოწერები. კი, არიან, კი, ნამდვილად არ გიშინდეს მაგისი ყველა ასაკში შეიძლება. არა, მე სხვათა შორის მაქვს, ანუ ამ თემაზე ხშირად არ ვსაუბრობ და უფრო ახლო ადამიანებთან, მაგრამ მე მაქვს ეგ განცდა, რომ არ ვიცი ეს ეხლა ჩემი ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ ზოგადად რა. ხშირად მაქვს ხოლმე ეს ფიქრები, რომ აი არ ხარ საინტერესო, არარელევანტური ხარ, აი ესე თქვა ძალიან ან ხედავ შენს თუ ეს ფიქრები გაქვს დიდ კონტენტ კრეატორებსაც დღემდე აქვთ ეს ფიქრები, ამიტომ კი და სოციალური შფოთვა, საშინელი შფოთვა მაქვს გარეთ რო გავდივარ. არავის არ გეკონდათ რომ აი რაღაცა ესე დავდივარ, არა. ანუ იცი რატო ძალიან რთული არის მართლა, აი თან მით უმეტეს რო იზრდები პლატფორმაზე და მართლა ქუჩაში რო დადიხარ და რო გიყურებენ და მუდმივად გაფასებენ, ეს ხო მარტო ყურება არ არის, ხშირად ყოფილა რომ აი რეალობაში დავინახე და ძალიან ჩვეულებრივი გოგოა. ანუ და შენ ამას პულზე ხარ ჩამოსული უბრალოდ ხო რაღაცა პულზე ხარ ანუ ეგრეთ შეიძლება, მაგრამ ხო აი რატომაც არა ჩვეულებრივი, ანუ ის წარმოდგენა რომ რაღაცა არა ჩვეულებრივი და არაორდინალური უნდა ვიყო. არა ისედაც და აი სილამაზეზეც მით უმეტეს რატომაც ქალზე ძალიან უყვართ, რომ აი ძალიან ჩვეულებრივი ვიზუალის, ანუ ესეთი შემთხვევა მქონდა ეხლა რა. ვიღაცამ დაწერა კომენტარი, რომ აუ გიჟდები ამ გოგოს ვიზუალზეო და აუ რაზე გიჟდები, რო არ გვითხრა და რა აქვს გასაგიჟებელი ძალიან ჩვეულებრივი გოგოა და ამას ქონდა გაცილებით მეტი ლაიქი და ანუ იმაზე დამაფიქრა, რომ ვიღაცას შეიძლება ელამაზება, ვიღაცისთვის ძალიან მახინჯი ვარ შეიძლება, ვიღაცისთვის ძალიან უინტერესო, ანუ შენზე დღემდე მე მივხვდი, რომ ეს კომენტარები არის ესე ვთქვათ ამ ადამიანების პროექცია, ამ ადამიანების insecurities ქართულად როგორ არის? დაუცველობა? არა. იმას გულისხმობ, კომპლექსების ნაწილი, რომ აი მაგალითად ხშირად არის კრიტიკა მოდის ხოლმე მით უმეტეს ქალების მიმართ. ზოგადად კონტენტ კრეატორობაში ქალები სტატისტიკურად ბევრად მეტი არიან. თუმცა ჰარვარდის სტატისტიკა იყო მგონი 2022 წელს, რომ კაცებზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად ბულინგდებიან ქალები. და ხშირად არის ხოლმე შეურაცხყოფელი კომენტარები, სექსუალური ტიპის კომენტარები, აი ჩემი ფილტრი რო დაგანახა, ალბათ აი შეიძლება ჩამეხუტო ისეთი სიტყვები მაქვს, რომ ანუ ეგეთ სიტყვები გაიფილტროს და შემდგომ ჩემთან არ დაკომენტარდეს და არ გამოჩნდეს, როგორც ცენზურის მიღმა. მაგრამ ამას ძალიან ადრეულ ასაკში მივხვდი, იმიტომ რომ აი 14 წლისაც რო ვიყავი და YouTube-ზე რო ჩანდი, ანუ კერდიც კი არ მქონდა მაშინ სამოზრდილი, იმდენად ჯერ კიდე ბავშვი ვიყავი და
ისეთ მახსოვს ერთი ისეთი ტიპის კომენტარი იყო, სადაც აი ძალიან დეტალებში აღწერდა ეს ადამიანი, თუ როგორ რას მიზამდა და ასე შემდეგ და ადრეული ასაკიდანვე მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ გამოიყურები, რა გაცვია, როგორ საუბრობ, ჩანხარა, ანუ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რა ეს ადამიანი არის უბრალოდ ესეთი და აკეთებს ამას და იგივენაირად TikTok-ზე ხა დღეს მაგალითად იდენტობა ძალიან იმალება ადამიანის რა და როდესაც ხალხი, ანუ შენ არ ხარ სიტყვაზე ანუკი და ხარ user 1 2 3 4 ისეთ რაღაცებს ამბობ და ისეთი რაღაცებს აძლევენ თავს უფლებას, რომ აი არ ვიცი, აი მე ფიქრებშიც მიჭირს მაგის გათვითცნობიერება და არა თუ ის რომ სრულად უცნობ ადამიანს ეს ვაკადრო. და ხშირად დავკურები ვარ, რომ შეიძლება ჩემი მიმდევრებიც კი არ არიან, ან 1-2 ვიდეოც არ აქვს ნახე. პირველივე ვიდეო რო შეხვდებათ, არა, აი შენ ესეთი ადამიანი ხარ. აი განსაკუთრებით გამოვარჩევდი კიდე ფულის თემას, რომ ლავალევილიში აუთლეტში ვიშოპინგე და რაღაცეები ვიყიდე და სულ იყო ის წარმოდგენა, რომ ან ვინმე საყვარელი ყავს, ან ვინმე გასპონსორებს, ან ოჯახი და არა, ის შენ შანსი არ არის, რომ ამას ყიდულობდე, ანუ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი დღევანდელ დღეს შეიძლება გამოიმუშავდეს იმის თანხას, რომ ადგეს და იშოპინგოს და ბოდიში ამის მიღმა იმასაც ვერ ხედავენ, რომ აქ ძალიან დიდი, ანუ კი, საკმაოდ დიდი შენაძენები იყო და ბრენდული ტანსაცმელი ამას ვაღიარებ და ალბათ მოითვალა ხალხმა და შესაბამისად ამიტომ იყო ეს წარმოდგენა, მაგრამ ამის მიღმა და ჩოთქავთ იკომ რამდენი იყიდე? კი, არის, ნუ ინტერესია მართლა, მაგრამ ამის მიღმა იდგა ის, რომ მე თვეების განმავლობაში შრომობდი, ვინახავდი ამ თანხას, რომ იმეცა ჩემი თავისთვის ეს უფლება, რომ ეს ყველაფერი დამეხარჯა. მაგრამ ხალხი მარტო იმას ხედავს, რომ გონია, რომ სულ ესე ვხარჯავ. ანუ რახან ერთხელ ესე გადავიღე ვიდეოს, всё, ამას სულ ამდენი აქვს, სულ ესე ხარჯავს. თიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის და ძალიან მწუხვარ იმპაქტისთვის, რაც შეგემთხვა და ალბათ დღემდე მოდის მსგავსი ტიპის მესიჯები და ძალიან მინდა რომ ეს თემა გავშალოთ და სულ ცოტათი მაინც გავამხნევოთ გოგოები, ვისაც მსგავსი მესიჯები მოსდით და მეც მოვყვები ჩემი ისტორიას, ერთხელ გამივარდა ერთი ვიდეო, სადაც აი უბრალოდ რაღაცა ესე რაღაც გავისწორე და ლაპარაკობდი რაღაც ფსიქოლოგიურ თემაზე და დამამატა უამრავობით თისქესის წარმომადგენელმა ძალიან ბევრი ფოლოვერები მომემატა და ისე შევწუხდი, რომ ეგ ვიდეო დავაარქივე მერე. ხო და შენ გამოიარე ეგ ამბები ხო? იმიტომ რომ თითქმის ყველა გადის, ყველა მით უმეტეს ძალიან ლამაზი, გამორჩეულად ლამაზი ადამიანები, იმიტომ რომ როგორ გადალახე გითხარი, აი შენ ხო ჩემთვის მაგალითად პირველ რიგში ხარ ძალიან საყვარელი, ძალიან ჭკვიანი გოგო და როგორც სექსუალური ქალი ეგრე ვერ გიყურებ, იმიტომ რომ ალბათ მეც, ანუ არ ვიცი, ჩემთვის უფრო საყვარელი ხარ, იმიტომ რომ ხო ვხდები რას გულისხმობ, არც ეგეთი არ ჩემი ენერგეტიკა ან ხო ენერგეტიკა არ გაქვს და მაგრამ ვიცი რომ ბევრი კაცისთვის შეიძლება ეგეთი და ქალისთვისაც ეგეთი ენერგეტიკა გქონდეს და აი ამას რო გწერენ გიზიარებენ რომელიც შენ საერთოდ არ გითხოვია ხო რომ გეუბნებიან ეგან რო ტექსტები აღნიშნე მაგას როგორ ეგუები და თუ დაგიარქივებია ვიდეო წაგიშლია იმის გამო რომ შეწუხებულ ხარ ან თუ გითქვამს დედიკოსთვის ან აი მოდი აი სენსიტიურად გზნობიარე მხარეს შევეხოთ ამ თემის სივარძლე გითხრა ამის სადმე გაზიარება ესე ვთქვათ არსად არ მქონია არავისთვის ესე არ გამიზიარებია არ ჩემი ძმისთვის არც დედა ჩემისთვის არც მამა ჩემისთვის იმიტომ რომ ალბათ ეს კიდე ზემოდან დამატებული სანერვიულო თემა იყო იმიტომ რომ ვიცოდი რომ რა თქმა უნდა განიცდიდნენ ამ ყველაფერს და ჩემს თავთან ვცდილობდი რომ დამელაგებინა ეს ყველაფერი მაგრამ ნუ ერთის მხრივ ცუდი ფაქტია რომ 14 წლის ასაკში ხდება შენი სექსუალიზება მაგრამ მეორეს მხრივ ეს ძალიან დამეხმარა იმის გათვითცნობიერებაში რომ ჩემში არ არის პრობლემა იმიტომ რომ ხშირად როდესაც ასეთი კომენტარი იქნება მამრობითი სქესისგან თუ რაღაც ნებისმიერი კრიტიკა ჩვენს თავში ვეძებთ ხოლმე პასუხებს და პრობლემებს თუნდაც ჰეით კომენტარების შემდგომ მაგრამ ეს არის ამ ადამიანების პრობლემა, ისინი უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს, არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ამას ფიქრობენ, მაგრამ ამის მიღმა კიდე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს, რომ დაწერონ ეს საშინელი კომენტარები. წაგიშლია ვიდეო მაგის გამო? ვიდეოც წამიშლია კი. ვიდეოც წამიშლია და ნუ ჩემთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ბლოგ. იმიტომ რომ მართლა ესეთი ტიპის მაყურებელი მე არ მჭირდება, რომელიც ხორცის მიღმა თუ ვერ მხედავს და არაფერი არ აინტერესებს, შეუძლია სხვაგან მოიძიოს ეს ის, მაგრამ ჩემს გვერდზე არა. და მე ვცდილობ, რომ ჩემთვის შევიქმნა, ესე ვთქვათ, მყუდრო გარემო ჩემს პლატფორმაზე და როგორც უკვე აღნიშნე, ფილტრები მაქვს დაყენებული, რაც იმას გულისხმობს, რომ TikTok-ს აქვს ესეთი ფუნქცია,
Instagram-ს მგონი არ აქვს, თუ არ ვიცი ყუდრო ნაკლებად. გარემოში რო ვერ გავარდე. როგორ? ყუდრო გარემოში შეიძლება ვერ გავარდე ისე როგორც აი ხო და მან მივდივარ რომ ფილტრი ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ იცი როგორ რაღაც აი ფილტრში ჩაწერ იმ სიტყვას, რომლის გაგონებაც ან მოსმენაც არ გინდა, ან მაგალითად ჩემთვის ეგ ძალიან მარტივი და საყენებელი იყო ეს ფილტრები და ანუ რა სიტყვები გიყენია ფილტრებში? მან ნახე ცენზურის ტელეფონი. დაგვევა მოგვიწევს, ანუ აი ყველანაირი აი სახით. ესე ეკრანზე რო ვანახოთ შეიძლება? ყველა ბრუნვაში რამე სიტყვა თუ შეიძლება, თან მithumedes ქართული ენა ეხა ისეთია. ქართულად აქვს ამაში TikTok-ს ეგ სიტყვები რო დაბლოკო. ანუ იცი როგორ შენ თვითონ ირჩევ რა სიტყვაზეც გინდა რა. ანუ შენ მაგალითად შეიძლება თმა დაწერო და ყოველი კომენტარი რომელსაც თმა სიტყვა ექნება, გამწამო გასაფილტრად. და იქ არის სპეციალური ესე ვთქვათ review your comments ესე ქვია. შედიხარ და მე შენ გაქვს არჩევანი რომ წაშალო, დაბლოკო თუ დაეფრუო ეს კომენტარი რა. ნუ უტყუარი საშუალება არ არის, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ჩვეულებრივ კომენტარს აგდებს ხოლმე იმ ფილტრში და ყოველთვის ვამოწმებ რომ უბრალოდ არ მოხდეს ხოლმე, მაგრამ არ ვიცი საგრძნობად შემცირდა კიდევაც, იმიტომ რომ ტრენდებზე და მაშინ რო ესეთ რაღაცებს ვიღებდი, მაშინ მეტად იყო. ან არ ვიცი ხალხით შეიძლება შეიცვალა ამ კუთხით, მაგრამ რომ გითხრა რომ ძალიან ბევრ ეგეთ ტიპის კომენტარს ვიღებ თქო არა, იმიტომ რომ მგონი 14 წლის ასაკში და მაგ ტრენდების პერიოდში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლა და ნუ ეს ფილტრიც ერთ-ერთი ალბათ შემადგენელი ნაწილია. შენ გიყურებს ბევრი ახალგაზრდა გოგო და მოდი რამდენიმე სიტყვით მიმართე მათ და გაამხნევე და უთხარი რომ ეს ამბები მათი არ არის და რთულია ძალიან. პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი რომ ანუ სექსისტურად არ მინდა რომ მიიჩნიოთ, მაგრამ მართლა ძალიან რთულია გოგოდ, როდესაც იბადები. ჯერ მარტო ჰორმონალურ დონეზე რომ დავიდეთ, ძალიან კომპლექსური არსებები ვართ და ბევრი რამე განაპირობებს. და აქვე ცოტა მიმართვა არ ვიცი, მაგრამ ვიტყოდი რომ ძალიან აუცილებელია ამ კუთხით ინფორმაციის მიღება, ჩემთვის ბევრი რამე შეცვალა. მაგალითად, ციკლები, როგორც იცი, ჩვენი ერთი ესე ვთქვათ menstruatsიული ციკლი იყოფა რაღაც ფაზებად და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გონებაზე, ესე ვთქვათ, სხეულზეც, თმაზეც და კანზეც. მაგალითად, ოვულაციის პერიოდში ბევრად უფრო გვიბწყინავს თმა, კარგ ხასიათზე ვართ, სოციალურები ვართ და ეს ნეგატიური და თვითკრიტიკა რო გითხარი, იცი რამ ხელა დოზით მოდის ლუთეალურ ფაზაში, PMS-ის დროს, ეს არის პრემენსტრუალური სინდრომის დროს. აი როგორც კი წამოვა ჩემს გონებაში ის ფიქრები, რომ რაღაც არასაკმარისი ვარ, არ ვაკეთებ საკმარისს, ან ცუდად ვაკეთებ და აი ნებისმიერი მოკლედ აი მართლა ჩემს გონებაში ჩემს თავს ვასაზიზღრებ ხოლმე ისე რომ შეიძლება წარმოდგენაც არავის არ აქვს როგორ რაებს ვეუბნები ჩემს თავს, ჩავიხედები ხოლმე ფლოში ან იმაში და ხვდები რომ ეს უბრალოდ მე არ ვარ, ეს უბრალოდ ჩემი ჰორმონები. ამიტომაც შენ იცი რომ PMDD-ც არსებობს? კი, გაცილებით. სხვათა შორის მეც მქონია ეგეთ შემთხვევა. დიაგნოზირებული არ მაქვს, მაგრამ კი, სუიციდური ფიქრები ძალიან აქტიურად მქონია პრემენსტრუალურ სინდრომის დროს. და ანუ აი რა დონეზე ხდება, ესე ვთქვათ, აი ძალიან სიგიჟეა ეს ჰორმონალურ ციკლებზე რო ხო, მაგ დროს რო თან სუქდები, რაღაცა ანუ იცი რა არის ძალიან რთული არის ზოგადად ეს პროცესი და ვფიქრობ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ხანია მინდა კონტენტის დაწყება და ამ ცოდნის გაზიარება და ანუ ძალიან დაგვეხმარება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც გაქვს ინფორმაცია და ცოდნა, მაგრამ უკვე ისე ვუდგები რომ ნახე, აი ამის ბრალია და ბევრად მარტივი არის რა. აი იგივენაირად შებერილობაზე ძალიან დიდი ხანი ვწუხდი რომ menstruatsiis დროს ვქონოთ ძალიან შებერილი რა და ანუ აი bloated რასაც ეძახიან რა და აი წელი წვრილი არ მაქვს და რაღაც ესეთი კრიტიკა ჩემი თავის მიმართ, მაგრამ შემდგომ გავიგე რომ ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ საშუალოსნო მაგ დროს საკმაოდ ესე ვთქვათ დასიებულია, ცოტა წინ წამოსულია და ვიზუალურად შანსი არ არის რომ ეხლა ძალიან ბრტყელი მუცელი გქონდეს და ანუ მე ვფიქრობ ქალების ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ, იმიტომ რომ რაც მეტ ქალს ვიცნობ, ჩემს ცხოვრებაში ვხვდები რამდენად იცი როგორ ტიპის ადამიანები ვართ, რომ აი ჩვენ საკუთარ თავში ვეძებთ პრობლემას და ვიხედებით და ვცდილობთ რომ განვითარდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის რომ რა თქმა უნდა, ნუ კაცებშიც არსებობს ესეთი არ გამოვრიცხავ, მაგრამ ქალებს დიდი მიმართულებით აქვთ თვითკრიტიკაც, თვითსიძულვილიც იქნება და მომთხოვნებიც ვართ უფრო და ვცდილობთ რომ საუკეთესო თავის ვერსიები ვიყოთ რა. და მოდი ვუთხრათ, რომ ისინი უკვე არიან თავის საუკეთესო ვერსია და ყოველთვის არის კარი რომ უფრო უკეთესები გავხდეთ და ამან არ უნდა გაგვაჩეროს ამ მომენტში ჯანსაღად ცხოვრებაში და
აქტიურობაში, ანუ არ უნდა გადავდოთ მომავალში ის რომ აი გავხდები და მერე ვიზამ ამას, ან აი ცხვრის ოპერაციას რო გავეკეთებ, მერე ვიზამ რაღაცას, ანუ you are enough, შენ ხარ უკვე საკმარისი და განვითარდი, ანუ არ არის პრობლემა. დღემდე მაქვს ეგ ფიქრები, სიმართლე რო გითხრა, ბევრ რამეზე მაქვს, რომ აი ამას რო გავაკეთებ მერე. სიმართლე გითხრა, ეგეთ რაღაცებს, ნუ ზოგადად ადამიანის ბუნება ეგეთი არის, რომ რაღაც პრობლემა გვჭირდება, ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ და ეს გვაბედნიერებს და ეს ბუნებრივი არის, რომ მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ და ხანდახან თვითონაც ვიქმნით ხოლმე ამ პრობლემებს, მაგრამ მე თვითონაც მაქვს ხოლმე, რომ აი ამას რო გავაკეთებ, მერე ვიქნები. ანუ კი ვიცი, რომ არ იქნები ბედნიერები, იმიტომ რომ აი ჰედონისტურ სარბენ-ბილიქს ეძახიან რა. ანუ შეიძლება შენ რაღაცა შენ ძალიან დიდ მიზანს მიაღწიო და ორ წამში ისევ იქ დაბრუნდი, სადაც იყავ. ანუ ბედნიერების რაღაცა ესე თქვა ზღვრული რაც გაქვს. მე ვფიქრობ, რომ მართლა ყველანი როგორც გამოვიყურებით, როგორებიც ვართ, ძალიან საკმარისი არის და უნდა გვაკმაყოფილებდეს და ამ პერფექციონიზმის და ამ ყველაფრის ანტიდოტი იქნება ის, რომ პატარა-პატარა ნაბიჯებით, აი თუნდაც ერთი დღის განმავლობაში რომ 1% თუ უკეთესი იყოთ, ესეც სრულიად საკმარისია, ვიდრე გუშინ იყავით და წლის განმავლობაში ეს ყველაფერი აკუმულირდება, გროვდება და უკვე ძალიან კარგი შედეგს მიიღებთ რა. და ამიტომაც აი ეს როგორც დიეტაზე არის ხოლმე რომ ძალიან მკაცრი რომ აი მარტო წყალი და აი არც ცილა და არაფრის ეს თქვა მიღება, ნებისმიერ რაღაცაზე ვიზუალზე რო არის აი ესეთი ექსტრემალური მხარე არაფერს არ ვემხრობი. მანდაც მომავალში ცხოვრობ და აწმყო ხელიდან გეცლება, იმიტომ რომ უფედური ხარ იმ მომენტში და ყველა სფეროში უნდა დაარეგულირო ის, რომ შენ აქ და ახლა იყო კარგად და ეს ყველაფერი ემსახურებოდეს შენ მომავალსაც, ოღონდ აწმყო არ უნდა დაკარგო. ეს ვფიქრობ პირიქით სხვათა შორის უფრო გაყოვნებს რა, იმიტომ რომ მე მქონია ისეთი მომენტი, რომ იმდენად ვცდილობ, რომ აი ეს გავაკეთო, რომ აი იმდენი რაღაცა რომ პარალიზი გემართება და უცებ ხვდები, რომ ვეღარაფერს ვერ აკეთებ და აი არაფერს აზრი არ აქვს, აი ცოტა მართლა ეგზისტენციალიზმში გადადიხარ, რომ აი არაფერი არ გამოვა ჩემიდან და აი რაღაცა ნებდები თითქოს, მაგრამ როგორც კი რაღაცა ძალიან პატარა მიზნებს და უწესებს შენს თავს, მიხვდები რომ მეტად ბევრ მიზანს მიაღწევ და ბევრი მარტივი იქნება. ანუ ნებისმიერ დიდი გეგმა უნდა ჩაშალოთ პატარ-პატარა ნაბიჯებად. მაგალითად, გაიღვიძე, ანუ მაგალითად დღეს დილით ავდექი და ლოგინი ავალაგე. ეს არ არის პატარა რაღაცა. ბევრი ადამიანი დღემდე ცდილობს რომ ეგ გააკეთოს. მით უმეტეს ახლა მე აქედან ამას იმიტომ ვსაუბრობ დეპრესიის გამოცდილებიდანაც რა. და ხშირად არის რომ რაღაცა აი თუნდაც პროგრესი რო გვინდა რომ აი რაღაცა სწორხაზოვანი იყოს, რომ 75 დღის განმავლობაში ვაკეთო ეს და ერთი დღე ჩაგივარდა და რამხელა თვით კრიტიკა მოდის, რომ აი всё, რომ მაგრამ ანუ აი ჩათვალე რაღაცას აშენებ და ერთი დღე ჩაგივარდა და ეხა ფეხი კარი და დაანგრიო? არა, ანუ შეისვენე. მიმღებლობა. მით უმეტეს ეს ჰორმონები და ეს ქალური თემა იმიტომ მახსენე, რომ აი კაცებს თუ აქვთ რომ ტესტოსტერონი არის მათი მთავარი ჰორმონი და 24 საათიანი ციკლი აქვთ, რომ დილით მეტი აქვს, საღამოს უკვე ცოტა აქვთ, გაიღვიძებენ, იგივე არის. ჩვენ შემთხვევაში ძალიან განსხვავებულია და მე ვემხრობი, რომ ციკლის მიხედვით უნდა დავიგეგმოთ და ვიმოქმედოთ და ვაკეთოთ. ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივად თვეში ერთხელ 28 დღეში ნუ გააჩნია ვის როგორ გამოიყოფა ეს ყველაფერი და კაცებთან რა ხდება? ჩაგეკითხოთ გვინდა ეს? კაცებთან არაფერი არ ხდება. ძალიან მარტივი არსებები არის, როგორც კომუნიკაციაში და ესეთ რაღაცებში, რომ აი სწორხაზოვნად ესმით რაღაცები, აი რაღაც ისტორიის მოყოლების დროსაც რომ აი დიდი სიამოვნებით გავშლიდი, მაგრამ ეს ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არ არის და მერე ვისაუბროთ ციკლებზე, ქალებში და კაცებში. შევთანხმდით. საინტერესო თემაა და მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლება კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა სპეციალისტის მოწვევა მიმართულებით. იმიტომ რომ ხალხისგან ზოგადად ძალიან ხშირად არის თუნდაც კონტენტ კრეატორობაზე ხა გაიგე რომ რაღაცა ნიუსები დაიდო რომ უნდა იყოსო ჩინეთში არის სხვა შორის ეგ რომ ანუ რა თემაზეც საუბრობ იმისი ექსპერტი უნდა იყო ანუ უნდა ქონდეს კვალიფიკაცია ან დიპლომი ან რაღაცა ესეთ სახის თორე ისე ვერ ისაუბრებ ამ თემაზე ვაუ ძალიან კარგია ეგ სხვა შორის ან მომწონს ანუ beauty იმაზე თუ ნავისაუბრო რა უნდა დავამთავრო შენთვის მე მგონი შენ დამთავრებულიც გაქვს უკვე მაგრამ ალბათ გამოცდილი ალბათ გაჩნდება კურსები იცი როცა ჩდება მოთხოვნა მე ჩდება მიწოდებაც ალბათ გაჩნდება beauty blogger-ის კურსი ან რაღაცა მიჩათulis რომ მე ლიცენზირებული ვარ ანუ ხო ნუ მე ვფიქრობ ნამდვილად რაღაც დონეზე ნამდვილად საჭირო არის იმიტომ რომ მე დიდი პასუხისგებლობით ვეკიდები ამ ყველაფერს ახლა აი ეს მაგალითი რო ავიღოთ რა წინ ხედავ რომ ორი ჭიქა არის ერთში გეტყვი რომ შხამი არის მეორეში ვიტამინები რომელს დალევ
ვიტამინებს. მაგრამ მე ის არ მithქვამს, რომ აქ ვიტამინების ისეთი დოზაა, რომ მოგწამლავს და იქ შხამის იმდენად მცირე დოზა არის, რომ არაფერს არ გიზავს. აი იგივე არის ეს ინფორმაციის მიწოდება ხალხის მიმართ რა. ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ეს ნუტრიციოლოგიის და ესეთ სენსიტიურ თემებზე, სადაც კვებითი აშლილობა და ფსიქოლოგიური და ესეთი თემები არსებობს, ადამიანებმა შეიძლება ვიდეოს უყურონ და აი შვრია ცუდია და უცებ ამოიღონ სრულიად შვრიან რძე და არაფრით არ შეიძლება ესეთი რაღაცა. საქართველოში სპუტკურა ნუტრიციოლოგები რო ყავს, თუ ხვდებიან ხოლმე. ვინები ყავს? ჭარბწონიანი ნუტრიციოლოგები. არ ვიცი. არ ვიცი, შემიძლია განა. მაგრამ მე ნუტრიციოლოგზე ერთი ის ვიცი, რომ მართლა ბევრი არასერტიფიცირებული არის. და ფსიქოლოგიც ძალიან ბევრი, რომელიც ფსიქოლოგიც. სხვადასხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობენ და ამის კვალიფიკაცია არ გააჩნიათ აბსოლუტურად. ამიტომ გითხარი, რომ ვეთანხმები მაგ ახალ მე რეგულაციას. ვფიქრობ რაღაცა შუალედი არის საჭირო. იცი რა და ადამიანზეც არის დამოკიდებული. ახლა მე ძალიან მძიმედ გრძნობ ამ პასუხისგებლობას და აი თუნდაც რეკლამასაც რო ვაზიარებ. იმის მიღმა ყოველთვის დგას ჩემთვის რისერჩი და ინფორმაციის მოძიება. ჯერ როგორც კომპანიაზე, მე პროდუქტზე, მე ეს პროდუქტი როგორ წარმოვაჩინო, მე ამ პროდუქტის მოხმარებაზე, იმიტომ რომ აი ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ აი ვიყიდე და არ იმუშაო რაღაც ანტიპერსპერანტზე მაგალითად და მე მიკითხავს, რომ აი როგორ გამოიყენე და აი დღისით შევისხი და რაღაც და ამ დროს ანტიპერსპერანტი ვიდეოში ვახსენებ, რომ არ უნდა გამოიყენო, აი გაპარსუდან 24 საათი ლაზერიდან ამდენი ხანი უნდა იყოს გასული, უნდა დაიბანო იღლია. დეოდორანტი და ანტიპერსპერანტი განსხვავდება, ხო, ერთმანეთისგან და მაგის ძალიან კი. ანუ მშრალზე უნდა წაისვა აუცილებლად და ღამით უნდა წაისვა, როდესაც ოფლი არ გამოიყოფა. და შესაბამისად, თუ ამ წესებს არ დაიცავ, არ იქნება, ანუ იგივე არის, რომ ახლა აი მიკროტალღურ ღუმელში შევდე ტანსაცმელი და არ გააშრო არ რაღაცა და ვთქვა, რომ არ ვარ გაის იმის გასაშრობად. ანუ სხვადასხვა დანიშნულება, ანუ ყველა ნივთს აქვს და ყველა პროდუქტს თავისი ფუნქცია და გამოყენების წესი. და ანუ ჩემთვის ცოტა ეგეც გაუგებარია, რომ პროდუქტს ისე როგორ ყიდულობენ, რომ ვიდეოსაც კი არ უყურებენ ბოლომდე. მაგრამ ძალიან ცუდად გვაქვს მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით, რომ აი ყველაფერს ვახსენებ ვიდეოში. მათ შორის აი მაგალითად ფასსაც და კომენტარებში შედიხარ და რა ღირს. ანუ მოусმინე ვიდეოს. თიკო, წეგან კარგ თემას შევეხეთ და მინდა რომ მაგ თემით დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი და მივმართოთ ადამიანებს, შენ მიმართე და შემდეგ მე და დავასრულოთ. უთხარი რომ ისინი დღეს უკვე არიან საკმარისები, ბედნიერება არ უნდა გადავდოთ და ნუ მე ამ პოდკასტიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ ამ პოდკასტს უყურებთ, მე უკვე ვხედავ თქვენში იმ პოტენციალს, რომ ესე ვთქვათ, უკვე საკმარისი ხართ და რატომ? თქვენ ცდილობთ, რომ განვითარდეთ, თუნდაც შეისწავლოთ და დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გაქვთ ინტერესები და ის ფაქტი, რომ ამ ვიდეოს და აქამდე უყურებთ, მით უმეტეს ეს ყველაფერი ამას ნიშნავს და იმედი მაქვს თქვენთვის ნამდვილად იყო ნაყოფიერი და საინტერესო თემები და აი მე ესე ვთქვათ, წაიღეთ ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხი არის. მაგრამ როგორც ანუკი მახსენა, მართლა you are enough და just be yourself, მართლა ავთენტურობა არის ყველაზე კარგი რამ. და სხვა შორის აქვე ცოტა არათემატურად, მაგრამ კონტენტ კრეატორობაშიც ავთენტურობა ფასდება ყველაზე მეტად და ეს ადამიანის personality და ეს პერსონალური ბუნება. ამიტომაც არ შეეცადოთ რომ იყოთ სხვა, არ შეეცადოთ რომ მიბაძოთ, იყავით თქვენ და იყავით არაორდინალურები. ანუ თქვენ რო ხართ უკვე ეგ არაორდინალურია, ანუ უნიკალური ხართ უკვე ყველაფრით. თიკა, მადლობა შენ. მადლობა პოდკასტ არეას ამ სივრცისთვის და იცოდე რომ მომავლის მე ფორმირდება აწმყოში, აქ და ახლა და იცხოვრე შენი თავის ახლანდელი ვერსია და იზრუნე შენ მომავალზე. მიყვარხართ და ciao. კარგად.